რა გარემო არის საქართველოში ამ დროს. განმათავისუფლებელი მოძრაობა იმ წუთშივე ჩაისახა, როგორც კი რუსეთი შემოდის საქართველოში. 1802 წელს ეს მანიფესტის გამოცხადება და ანექსიის გამოცხადება წინააღმდეგობა იწყება მანიფესტის გამოცხადების თანავე. როცა გლეხობამ ახლოს დაინახა რუსების რეალური სახე, ის ცოტა ხანს გაჩერდა. რუსეთს მრავალი ფრონტიდან აქვს დარტყმა. ეს სხვა ომებისაგან განსხვავებით, რომ ამაში ყველა წოდება ჩათო. კახეთის ამბები შეიძლება სულ სხვანაირად წარმართულიყო. ხალხი იბრძვის არა პურისთვის, არამედ თავისუფლებისათვის. ისე წარმატებით არავის არ უბრძოლია და უსარდლია, როგორც დიმიტრი ორბელიანს. საქართველოსთან კი არ მიდის მათი მოლაპარაკებები, მიდის ან ირანთან, ან თურქეთთან. იმპერიების ეპოქა. იმპერიების ეპოქა დიდი თამაში მიდის. ნაპოლეონთან აქვს მას მიწერ-მოწერები. ეს არის კოლონიალიზმის ეპოქა. ანუ რუსეთის ჯარი დაგსაქსული. ყველა გზა აღმოჩნდა ჩაკეტილი. კახეთი განსაკუთრებით სპარსეთთან ომის პირობებში არის პლაცდარმი, ანუ აი აქ არის ბაზა. ეხლა რაც შეეხება ბაგრატიონებს. ქმედება იწვევს უკუქმედებას. ეს საქმე გვაქვს არა მეგობართან, არამედ ჩვეულებრივ დამპყრობელთან. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ 1812-13 წლების კახეთის აჯანყებაზე, თუ როგორც აი ამ წიგნის ავტორი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ბატონი აკაკი გელაშვილი უწოდებს მას რუსეთ-საქართველოს ომზე. ავტორმა 2003 წელს პირველი გამოცემა გააკეთა ამ კვლევისა, ეს იყო მისი სადოქტორო დისერტაცია და ერქვა კახეთის 1812 წლის აჯანყება. 20 წლის შემდეგ მეორე გამოცემა გააკეთა უკვე შევსებული და რედაქტირებული, რომელსაც ჰქვია რუსეთ-საქართველოს ომი. მე და ბატონმა აკაკიმ წინსწრებად ვისაუბრეთ და მას აქვს დასაბუთება ამ საკითხისა, მაგრამ ყველა შემთხვევაში 1812-13 წლებში კახეთში მაღლა ქუძე კაცი გამოვიდა, ამ ბრძოლაში ჩართული იყო როგორც ფეოდალური კლასი, სამეფო ოჯახი, სამღვდელოებაც და გლეხობაც. რუსეთის წინააღმდეგ ქართველების ბრძოლას 200 წელია და 200 წელზე მეტია უკვე აქტუალობა არ დაუკარგავს და დღეს კონკრეტულად კახელებზე ვისაუბრებთ. სანამ ბატონ აკაკისთან გადავალ კითხვით, მანამდე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, დაგვალაიქოთ, გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მთავარ პარტნიორს წყალმთის, რომელიც გვეხმარება ისტორიული ცოდნის გავრცელებაში და წლის ძალა მოგცეთ ღმერთმა. ბატონ აკაკი, დიდი მადლობა მოგზანებისთვის. სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, ორი სიტყვით რო გითხრათ, საიდან წამოვიდა თქვენი ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით? და ეს კვლევის პროცესი, რაც თავისთავად ბიოგრაფია არის ერთგვარი თვითონ თემისას და მისი ავტორისაც. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის და ინტერესებისათვის. რაც შეეხება თემის წამოსვლას, ეს თემა არცაიდან არ წამოსულა, ეს მუდმივად დგას. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას ყოველთვის ყავდა ისეთი დამსურად ხატოვნებელი, როგორი იდეოლოგებიც მოდიოდნენ ქვეყნის სათავეში ხელისუფლების და მათი იდეოლოგების სახით. იყო ხარ ეს ძმური დამოკიდებულება, ხარ კეთილმეზობლური, ხან ძირითადად აი დაპყრობის დღიდან ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობას და კიდევ უფრო ადრე, აი მას შემდეგ რაც
ფარველოვი დაირქვა რუსეთმა სახელად ესე დემოკრატიული ნიღაბით შემოვიდა საქართველოში ერთმორწმუნეობის ნიშნით, მას შემდეგ ყოველთვის დროის იდეოლოგები, ესენი იყვნენ ცარისტული თუ საბჭოური იდეოლოგები, მუდმივად იყვნენ დაინტერესებულები ხაზი გაესვათ ორი ხალხის ერთიანობისათვის, მათი ერთიანი ისტორიისათვის, ურთიერთსაჭიროებისათვის და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. რომ ქართველი და რუსი ხალხი წარმოაჩინონ ერთ სულად, ერთ ხორცად, რაღაცნაირად ესეთი ფუნქციაც დააკისრეს მათ, რომ მათ არ ჭირდებათ მებრძოლი საქართველო, მათ არ ჭირდებათ მოწინააღმდეგე ქვეყანა, მათ ჭირდებათ ერი, რომელიც ჩათვლის მათ ფარველად, უფრო ძმად, მეგობრად, უმღერებს, უცეკვებს, რაღაც ანეკდოტებს მოუყვება, გააცინებს. ეგზოტიკური. ხო, და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვიღებთ ხოლმე სიამოვნებით, ხშირ შემთხვევაში და ამის სიქეთ გვავიწყდება რამდენი სისხლია ჩვენს უკან დაღურული, იმასაც კი ასაღებენ, რომ თითქოს რუსეთი უბრძოლველად შემოვიდა, მას არ ქონია წინააღმდეგობა, პირიქით ეს იყო ქართული ხალხის მოთხოვნა და დიდმა რუსმა ძმამ დააკმაყოფილა ჩვენი ეს თხოვნა, ჩვენი მეფის თხოვნა, ამით აუბრალოებენ ნებისმიერ ადამიანს დაწყებული ხელმწიფიდან, ჩვენი საამაყო ინსტიტუტიდან, ბაგრატიონებიდან მოყოლებული რიგით გლეხამდე. რეალურად მე მინდოდა კიდევ ერთხელ მეჩვენებინა ამ ყველაფრის, ამ ფასადის იქეთ დამალული რეალობა, რომ ჩვენ არ მიგვიღია უბრძოლველად რუსთა უღელი და არათუ არ მიგვიღია, არასოდეს არ შეგვინელებია ამ უღლის გადაგდებისათვის ბრძოლა. განმათავისუფლებელი მოძრაობა იმ წუთშივე ჩაისახა, როგორც კი რუსეთი შემოდის საქართველოში. და უფრო ძლიერდება იმის და კვალად, რაც ნიღაბ მოხსნილ იმპერია დროდადრო ამჟღავნებს ჩვენს მიმართ. სხვადასხვა რუსეთმა ვერ გამოიყენა და ვერც გამოიყენებდა ის დიდი უპირატესობა, რაც მას დახვდა საქართველოში მწარმოებელი მოსახლეობისაგან. ქართველი გლეხი, რომელიც ლექთათარეშისაგან ძალიან იყო შეწუხებული, მუდმივი ომები, მუდმივი ბრძოლები, თავდაპირველად მათ შეხვდა როგორც განმათავისუფლებელს. გლეხობამ რამდენჯერმე შეიცვალა თავის პოზიცია და მწარმოებელ ძალას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, მხოლოდ თავადი და მღვდელი ვერ შეძლებდა ამ ბრძოლის გაწევას. პირველად გლეხობა იმედით შეხვდა რუსეთს და რუსი მოხელეები, ბურნაშოვი იყო თუ კტორგი თუ მთავარმართებლები თუ სხვანი და სხვანი, სიხალ და სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ ქართველი გლეხობა კეთილგანწყობილია მათ მიმართ, იფარებს, მართლაც აჭმევს, ასმევს. მეორე ეს არის ცოტა დაბნეულობის მომენტი. როცა გლეხობამ ახლოს დაინახა რუსების რეალური სახე, ის ცოტა ხანს გაჩერდა. ვერ გაუგია ის საიწავიდეს და როგორ, იმიტომ რომ დამპყრობლის ახლოს ნახვამ ის დაანახა, თავიდან თუ გლეხს მაგალითად უყვირდა და კაცო ესეთ მარხვას არ იცავენო. თავიდან რუსი ჯარისკაცები და ოფიცერები რომ ნახეს, ქართველ გლეხს უყვირდა რომ მარხვას არ იცავენო და მარხვას კი არა ბოლოს იმისთანები დაატეხეს თავზე. ცოლები რომ გაუპატიურეს თვალწინ და მღვდლებს დასდევდნენ გასაუპატიურებლად და ყველანაირ საშინელებას აკეთებდნენ, ქვევრებს ასხავდნენ, ხალხს აღჭობდნენ. უბედური, აი რომ კითხულობ, აგერ გააქვს თქვენ ეს დოკუმენტები, რომ კითხულობ ამას, აი გიკვირს, აი როგორ შეიძლება ადამიანს თავში აზრად მოუვიდეს აი ეს ყველაფერი რომ ჩაიდიოს და გააკეთო. და არა მარტო გლეხობას, იქ ნახავთ თქვენ თავადებსაც იგივეს უკეთებდნენ, მღვდლებსაც იგივეს უკეთებენ, სასწაულები ხდება. გლეხობა ამის შემდეგ უკვე ამთავრებს იმ შემგვებელ პოლიტიკას და ელოდება, მას არ შეუძლია რომ ესე ფიცლით ვერ იბრძოლებს, ელოდება რეალურ დაძახებას, რომ უკვე აიღოს ხელში. გლეხს არ უნდა ბრძოლა. ჩვენ წარმოებელი მოსახლეობა, ჩვენ წარმოებლები ვართ, მიწათმოქმედი ქვეყანა ვართ, ჩვენ არ ვართ ბრძოლისთვის დაბადებულები. ჩვენ ვართ
მიწათმოქმედი ერი, რომელმაც მიწაზე უნდა იმუშაოს, კულტურა უნდა განავითაროს და იგივე ამ ჩვენი კულტურისა და მიწათმოქმედების დარგის და ჩვენი საკუთრების დასაცავად გვიწევს ჩვენ ომები, რა თქმა უნდა. გლეხი არ არის ომისათვის გაჩენილი. ის არის მშვიდობისა და თავისუფლებისათვის და რუსული უღელი მან ოდესღაც მიიღოს სწორედ იმისათვის, რომ ამ ომებს აცდელოდა, რომ დაღესტნელი ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვეტილიყო და მშვიდობიანად მოახდინა მას თავის განვითარება. ამდენად უკვე 10-იანი წლებისთვის, 19 საუკუნის 10-იანი წლებისთვის გლეხობა აბსოლუტურად გამდგარია რუსეთისაგან. ეს დოკუმენტები, რომელსაც თქვენ ახსენებთ და რომელსაც ხშირად ახსენებენ და ის კი არა პირველად რომ გამოვიდეს, მე მახსოვს ეს დოკუმენტების კრებული, ეს ხანთაზე ადრევე, მაგრამ ამას მოძიება არც არ უნდოდა. ბატონებექი, ახლა ისტორიკოსი ბრძანდები და იცით, რომ ეს პოტოს სიგნი და ისტორია დრაგუნსკავა პალკა და ეს რუსეთის ბრძოლები და თავდადებები ეს არასოდეს არ იყო დამალული. შეხვიდოდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამ დოკუმენტს წაიკითხავდი. ამაზე მეცაც და ამაზე უარესაც. ანუ ეს არ იყო არავისთვის დამალული. უბრალოდ არავინ არ კითხულობდა ახლა ვის უნდა შესულიყო და ამხელა ტომი აეღო და ეს საზაგლობები ეკითხა. ეს არ იყო დამალული. ახლა მეორე შეკითხვა, მაშინ რატომ არ იყო დამალული? არ იყო დამალული, იმიტომ რომ პირიქით ამას რუსები რასაც ჩადიოდნენ კავკასიაში, ამას სიამაყით აღნიშნავდნენ. ეს მათ ძლევამოსილებად აღიქმებოდა ჯერ ეგერთი და მეორეც ეს იყო შემდგომ იდეოლოგიებისათვის მყარი დასაყრდენი. ანუ ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკური ბრძოლა გადაეტანათ მეორე პლანზე და წინ წამოეწიათ კლასობრივი სოციალური მოტივები. აგერ კაცო გეუბნებიან რა ბატონიშვილები, რა პოლიტიკური თავისუფლება, რა ევროპული მისწრაფება, რა ირანული და ისეთი აგენტურა. გლეხობა აუჯანყდა ჯარისკაცებს, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ საქართველოში. ამიტომ უსვამდნენ ამას ხაზს. თქვენ რომ აიღოთ გლეხთა საჩივრების კომისიის მასალები, სადაც ეს ყველაფერი საშინელება წერია. ის სიღნაღელი იქნება, თელაველი იქნება, გურჯაანელი იქნება. აი, ტყუპის წალივით გავს მათი ნაწერები ერთმანეთს. ეს გლეხები წერენ, ჩვენ არ ქონია არანაირი წინააღმდეგობა და სურვილი, არ ვიყავით წინააღმდეგები ჩვენი რუსული მმართველობის. ჩვენ შეგვაწუხა ჯარისკაცმა, შეგვაწუხა ოფიცერმა, შეგვაწუხა ეგზეკუციამ, შეგვაწუხა პურის ბეგარამ, შეგვაწუხა და ნუ ახლა საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ამბობს რომ აბა მეტი რა გინდა კაცო? აგერ შეუწუხებია ჯარისკაცს და მაგიტომ დაიწყო ეს ომი. ამიტომ გამოაცხადეს თავიდანვე ჯერ რუსმა цаრისტულმა იდეოლოგებმა და შემდგომ საბჭოთა ისტორიკოსებმა ეს კლასობრივი ბრძოლად, გლეხთა ბრძოლაა ვაბობდნენ. გლეხობა აუჯანყდაოდა, თავადობა მიეტმასნა გლეხობას. აი ამაზე დიდი სისულელე როგორ უნდა მოგივიდეს თავში. თავადობა კი არ მიეტმასნა გლეხობას. პირველივე დღეს, ანუ აი ამ ომზე ვლაპარაკობ ჩვენ და ეს მე შემთხვევით არ ვაგრძელებ. ეს ომი ერთ დღეს და ორ დღეს არ დაწყებულა და არ დამთავრებულა. სამწუხაროდ ის დღესაც გრძელდება. ეს მუდმივი შემადგენელი ნაწილია, ეს ტალღებია, როცა უფრო მოზვირთდება და ეს პირველივე დღეს 31 იანვარს დაიწყო ეს ომი, 1 თებერვალს გაგრძელდა. პირველივე დღეს მას ოთარ ქობულაშვილი, ბებურიშვილები, ისინი ანდრონიკაშვილები, ჩოლოყაშვილები უდგებიან სათავეში. გლეხობა მათ მიყვება. გლეხობაო წვავსო საძულველი თავადების კარმიდამოს. ქართველი თავადების კარმიდამო გლეხობამ დაწვა 1812 წელს რამდენიმე ის გადაწვა, მაგრამ მიაქცეთ ყურადღება ვის წვავს? წვავს იმ თავადების კარმიდამოს, რომელიც ამ ომში მონაწილეობას არ ღებულობს. და არა იმას, რომელიც მეორე ნაწილიც არის, ახლა არის ნაწილი, რომელიც რუსების მხარეს პრინციპში დიმიტრი ორბელიანი და ესენი სამი ნაწილია. ერთი ნაწილია
რუსი გვარი ქართველი თავადები, რომლებიც არიან რუსების მხარეზე. ეხლა რეალურად ისინი არც ითვლებიან ეხლა ქართველთან, ახლა გვარი აქვს ქართული წარმომავლობად, მაგრამ თავიანთი საქმეებით ემსახურებიან იმპერიას და არიან ჩვეულებრივი მოღალატური ბუნების, ისა რომელსაც ისევე ებრძვის საქართველოს, როგორც დაუშვათ, არა აქვს მნიშვნელობა ის რომანოვი იქნება თუ მაყაშვილი იქნება, ის არის ჩვეულებრივი რუსული ორბელიანი, ხა დიმიტრი ორბელიანი პირველი დამაქცევარია, გაბრიელ ყაზბეგი, კონსტანტინე მუხრანბატონი. ესენი როგორ შეესენი, რა თქმა უნდა, ამათ ვინ გამორიცხავს. აბა ყველა რო ამათ მხარეზე ყოფილიყო ქართული ეროვნულ გამოსასვლელი მოძრაობის მხარეზე, მაშინ არც დაგჭირდებოდა ჩვენამდე. ეს არის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი არის ნეიტრალური, როგორც ყოველთვის ხდება, რომელიც სიტუაციას ელოდება, საით გადაიხრება ბრძოლის სასწორი. ეხლა ვახტანგ გორბელიანი ავიღოთ მაგალითად, ხო? ვახტანგ გორბელიანი ეხლა თეკლა ბატონიშვილის ქმარია, ერეკლეს სიძია და აპულია ორბელიანის მამა. ეხლა ამისი დები ეკატერინე გულქანი, ამათ სიძეები. ეს არის გრიგოლის ბაბუა. ბატონო? გრიგოლის პაპა არის ესა, ხო? ორბელიანი, აი მთლად პირდაპირ ხაზის პაპა არ არის, მაგრამ ის არის. მაგრამ უყურეთ, ვახტანგ ორბელიანი გაურებული თავადია. ის ლაპარაკობს, რომ ალექსანდრე ორბელიანს აქვს ესეთი მოგონება, მამაჩემისგან ღალატი ერეკლესი. რომ ის თეკლა ბატონიშვილს როგორ ეუბნება, რომ მე უნდა წავიდე და თავის შევაკლა. ნუ ეს არაფერი, ეს არის გამოსარჩილება იმისი, რომ აგერ მამამისი გაამართლოს და რაღაცას გამოყვათა. მიდის და კლავს იქ ქართველის ხელით ხდება მოკლული. ეს მერყევი თავადია ჩვეულებრივი. მერყევი თავადები ბევრი არიან. არიან ისეთი თავადები, რომლებიც ამ ომის დროს პოზიციას იცვლიან, ხან იქეთ არიან, ხან აქეთ არიან. ქობულაშვილი მაგალითად, რომელიც აჯანყების მონაწილე იყო, ბოლოს რუსებმა სიმბირში გადაასახლეს. ეს ნეიტრალური თავადობა და მესამე კატეგორია თავადების, ანუ არიან ის ქართველები, აი რუს ოფიცრებს და იმათ გამოგზავნის დედას რო აგინებინებდნენ ისეთ დღეში რო ჩაგდეს. ეს არის ყველაზე მებრძოლი ქართველი თავადობა, რომელსაც ბოლომდე იბრძოლა, ბოლომდე დაიხარჯა და თავი არ დასუკა იმისათვის, ერისათვის. ეს სამი თავადობა, რომლებიც და არა მარტო თავადობა, ასია სამღვდელობა, ასია გლეხობა, ასია თქვენ წარმოიდგინეთ ხელოსნები, ვაჭრები და სხვა. ყველა წოდება მონაწილეობს ამ ომში. ეს სხვა ომებისაგან განსხვავებით, რომ ამაში ყველა წოდებაა ჩართული. იმიტომ რომ ყველას ინტერესი დაემთხვა. ეკლესია აიღეთ ახლა 1811 წელს ფაქტიურად სულ ამდენიმე თვით ადრე ავტოკეფალია გამოაცხადა რუსეთმა გაუქმებულად. ის ერთ მორწმუნეობის ნიღაბის საბოლოოდ მოიშორა. ამან რა თქმა უნდა ეკლესიაზე უარყოფითად იმოქმედა. ანუ ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, ეს სიტუაციების და თუნდაც ნაპოლეონის შემოსვლა, თუნდაც რუსეთ-თურქეთის ამ დროს წარმოებული ომები, ოსმალეთის ომი, სპარსეთის ომები. მიაქცეთ ყურადღება, აი რატომ არის ეს თარიღი აღებული? ეს არ არის სტიქიური მოძრაობა, ეს არის ძლიერი მოძრაობა, ეს არის ჩამოყალიბებული, მომზადებული, წინასწარ მომზადებული, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა და საგარეო კურსზე იყო აბსოლუტურად დამოკიდებული. ბატონო აკაკი, თავიდან რო წამოვუყვეთ ახლა ეს კონტექსტი ჩვენ რა გარემო არის, ესე იგი საქართველოში ამ დროს ამას ახსოვთ პრინციპში რო აღმოსავლეთ საქართველოში, თორე დასავლეთ საქართველოში რუსები 1810 წლამდე ხო ვერ შევიდა. ესე იგი 1802 წელს ეს მანიფესტის გამოცხადება და ანექსიის გამოცხადება ქართლ-კახეთისა და პირველი არის ბატონიშვილების გამოსვლა. ელმეჩურის მით დაიწყო. კი. ანუ გვაქვს აი ექსკურსი რო გავაკეთოთ, აი რამდენიმე რამის ექსკურსი.
1802 წელი ბატონიშვილები, მერე 1804 წლის ხევის აჯანყება, ტიულეთის აჯანყება, მესამე ბაგრატიონების გასახლება და აი მერე უკვე მივალთ კახეთზე. კი ბატონო, ესე იგი წინააღმდეგობა იწყება მანიფესტის გამოცხადებისთანავე. ის რომ სიონში რუსულმა ჯარმა ალყა დაარტყა სიონის ტაძარს და ისე წაიკითხეს მანიფესტი, ეს უკვე ნიშნავდა, რომ რუსებმა იცოდნენ რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში. ეს პირველივე დღიდან და მაშინვე ხდება კელმეჩურის გამოსვლა. აქედან მოყოლე ამას ვწეროთ ეს კელმეჩურის გამოსვლა რა. კელმეჩურის გამოსვლა, ეხლა რომ გითხრათ, დიდად ესეთი შესწავლით თემა არ არის. ეს არის თავადების პირველი შეკრება კელმეჩურში, ქიზიყის არეალში, აი მაღაროსთან ურთიერთობა, სადაც რამოდენიმე თავადი იკრიბება და ხდებენ რაღაც ესეთი ფიცის წიგნივით დგება, რომელიც აყალიბებს სამოქმედო გეგმას. ეს არ არის ძლიერი შეტაკება, ეს არ არის სისხლიანი მძიმე შეტაკება, ეს არის რაღაცა დაგეგმარება, შეთქმულება, რომელიც უკვე მიანიშნებს, რომ აი რაღაც მოძრაობა უნდა ჩაისახოს. აი აქ უკვე ჩდებიან ეგრეთ წოდებული ავტონომისტები, რომელიც საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისამდეც უკვე არსებობენ. ესენი არიან ის ჯგუფი და როგორც ჩანს კელმეჩურის აჯანყების, კელმეჩურის შეთქმულების მონაწილეებიც უფრო ეს ავტონომისტებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ოდესღაც ერეკლეს კარზე მსახურობენ, რომლებსაც იციან თავისუფლების ფასი და რომლებიც აგრძელებენ ერეკლეს გზას და ფიქრობენ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე მოხდეს რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება. ესენი რადიკალურ დამოუკიდებლობას ესე არ იწვევენ. ამისაგან განსხვავებით, ეგრეთ წოდებული მთიულეთის აჯანყება აქაც ავტონომისტები 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, რომელშიც იგივე ალექსანდრე ჭავჭავაძე მონაწილეობს და აქ ყურადღება ალექსანდრე ჭავჭავაძე მონაწილეობს ხო, წინააღმდეგ 12 წელს, აგერ რო ლაპარაკობთ გაურებულ თავადებებზე და მერყევდა 1812 წელს ის დაიჭრება ამ ომში და ისეთ ჭრილობას მიიღებს, რომ ფაქტურად მთელი ცხოვრება ამ ჭრილობით ის დატანჯულია. ის სიკვდილს გადაურჩა ჩუმლახთან, როცა ეს იყო პაულუჩის ადიუტანტი სამხედრო. ეს ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი მერყევი უნდა იყო კაცი. 1804 წელს მთიულეთის აჯანყებაში ქართველების მხარეზე მონაწილეობს, 1812 წლის ომში ის რუსების მხარეზე მონაწილეობს და ბოლოს 1832 წელს შეთქმულებისას ის გადასახლებულია როგორც ქართველთა შეთქმულებთა მონაწილე. ეხლა რაც შეეხება ბაგრატიონებს, ხანდახან ერეკლესზე როცა არის ლაპარაკი, ეხლა ერეკლეს დაუზუსტებელი მონაცემებით 28 შვილი ყავდა. ხან აკრიტიკებენ, ხო, დარეჯან დედოფალი ეგ ყველაზე მრავალშვილიანი ქალბატონია დედოფალთა შორის. 23 შვილი გააჩინა. ეხლა ყველა არ შერჩა, მაგრამ ხა გიორგი მე-12-ს 16 შვილი ყავდა. სხვა ბაგრატიონებსაც ახასიათებთ მრავალშვილიანობა. ეხლა ეს არ არის იცით შემთხვევით, ეს გენეტიკურ კოდში ჩადებული ინსტინქტით მრავლდებიან ბაგრატიონები, იმიტომ რომ ბაგრატიონთა ოჯახიდან გამოსული ადამიანები ეს გენოფონდს წარმოადგენს შემდგომ ქვეყანაში. ისინი არიან, ხდებიან მერე სასულიერო მოღვაწეები, იქნება თუ პოლიტიკური მოღვაწეები, კულტურის მოღვაწეები, სარდლები, სტრატეგიული ისეთ, ანუ გენოფონდს წარმოადგენენ, ესენი იზრდებიან ისეთ ოჯახში, ისეთ გარემოში, ისეთის რომ ბოლოს ესენი ერთს სჭირდება, ქვეყანას სჭირდება. და ზუსტად აცხადდა, ესე იგი რუსეთისათვის გასანეიტრალებელი პირველ რიგში არიან ბაგრატიონები. ბაგრატიონებს უნდა მოუხმო. ბაგრატიონები სხვადასხვა რუსეთი როცა შემოდის საქართველოში, ის კნორინგი იქნება, კოვალენსკი იქნება, შემდგომ ის ციციშვილი თუ სხვანი და სხვანი, ისინი ამას იმის იმედზე არიან, რომ ბაგრატიონებს ერთმანეთთან აქვს დაპირისპირება.
ეს რამოდენიმე კლანი ბაგრატიონთან რაღაც წინააღმდეგობები, მაგრამ 1812 წელს და უფრო ადრეც რუსთა გულის მოსაკლაოდ ხდება ბაგრატიონთა გაერთიანება. ესენი ის ბაგრატიონები აღარ არიან, თუნდაც მე-19 საუკუნის პირველ 10 წლეულის პირველ ნახევარშიც კი, რაც მე-18 საუკუნის მიწურულს იყვნენ, როცა მათ უკვე დაინახეს, რომ ტახტისთვის საბრძოლა დამთავრებული, ახლა დამოუკიდებლობისა და ეროვნულობისათვის არის ბრძოლა და 12 წელს ეს ბაგრატიონები აბსოლუტურად გაერთიანებულები არიან. არც ერთი ბაგრატიონი ამ დროს ფაქტიურად არ გამოდის რუსთა მხარეს. საუბრობთ იმათზე, ვინც დარჩა, ვინც მოახერხა, რომ დარჩენილიყო საქართველოში გაქცევით, იმიტომ რომ დანარჩენები გაასახლეს, ხო, იძულებით გაასახლეს რუსეთში და ეს მარიამ დედოფლის ცნობილი ამბავი. ხო, მარიამ დედოფალი, იგივე დარჯა დედოფალი ხარ, ძალით გაასახლეს ხო ესენი ყველანი. ბაგრატიონები გაასახლეს, მისცეს საკმაოდ დიდი პრივილეგიები, მისცეს მამულები, მისცეს თანამდებობები, მისცეს წოდებები და მერე კიდე გამოთქვავენ იმას, რომ უკმაყოფილებას, რომ აი მეტი რა უნდათ, რატო ჯანმრთელობიან, ამ ყველაფერი მივეცით, ყველაფერი ვქენთ, მაგრამ მათ ავიწყდებათ იმის თქმა, რომ აი ესენი არ არის იქ რუსეთში მაცხოვრებელი ბაგრატიონები, რა თქმა უნდა, ყველა არ არის ახლა აქეთკენ მოხდა პეტრე ბაგრატიონი და სხვადასხვანი ესენი რეალურად უკვე დიდი ხანი დაშორებულები არიან ქვეყანას. ვინ როდის გასახლდა ამასაც აქვს მნიშვნელობა. ახლა მაგალითად მე ვერ გავაიგივებთ, ახლა პეტრე ბაგრატიონი იქნება თუ რომანოს ბაგრატიონი უფრო ნაკლებად და სხვანი, ესენი რუსი გენერლები არიან ჩვეულებრივი, რომლებიც ქართველებს მოუწოდებენ, რომ რაც სიციანოვია, ისინი არიან ესენიც. ამაზე ლაპარაკი არ არის. და სხვა ბაგრატიონები, ახლა მაგალითად იგივე აგერ გრიგოლ ბაგრატიონი და რაღაც ესენი მებრძოლი ბაგრატიონები არიან, რომელიც ყოველთვის იბრძვიან. და რუსებმა ბოლოს და ბოლოს ისე იმდენი მოახერხეს, რომ აი ეს ბაგრატიონები უზარმაზარი გენოფონდი ბაგრატიონთა, აგერ რაც ჩამოთვალეთ ერეკლე იქნებოდა, ეს გიორგი იქნებოდა, იმერელი ბაგრატიონები იქნებოდნენ, მუხრანელი ბაგრატიონები იქნებოდნენ, სხვანი ბოლო-ბოლო ისეკნეს, რომ დღეს რაღაც თუ ავსტებს რაღაც 110 ბაგრატიონია დარჩენილი მთელ მსოფლიოში. ანუ მოახდინეს ამათი განეიტრალება გვარობრივადაც და იმითაც. და ეს რაც შეეხება ახლა მამულებს და იმათებად, ახლა თუნდაც ამას მივაქციოთ ყურადღება, როცა ეს ბაგრატიონი თუ ქართველი თავადი რუსეთში გასახლებული ებმება ამ ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ის პრივილეგიისათვის კი არ იბრძვის, არამედ იბრძვის თავისუფლებისათვის. თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ მათ რუსეთში მიიღეს ყველაფერი, მიიღეს დიდი პენსიები, მიიღეს დიდი მამულები, მიიღეს ყველაფერი, რაც შეიძლება, მაშ რაღაცო იბრძვის. ანუ რჩება ერთადერთი ფენომენი, ის იბრძვის სამშობლოს თავისუფლებისათვის. აი ამ გარემოში, რომელშიც ეს ომი იწყება 1812 წლის იანვრის ბოლოს, თქვენ ახსენით კიდეც. გარემო, ბატონებექა, გარემო ხა მე პირდაპირ ვიტყვი ბოდიში ჩაგერიეთ, იმიტომ რომ თქვენ ეს შეკითხვა უკვე დამისვით. გარემოს მე ვიტყოდი მშვიდობიანობის თვალსაზრისით ბევრად უკეთესი გარემოა, ვიდრე დაუშვათ სამეფოს გაუქმებამდე. ბევრად მშვიდობიანი გარემოა, ხო, დამეთანხმებით ახლა მიწათმოქმედება იქნება, ვაჭრობა იქნება, საქალაქო ცხოვრება იქნება, ბევრად უკეთესი ხელშემწყობი პირობებია მე-19 საუკუნის დასაწყისში, ვინემ მე-18 საუკუნის ბოლოს, ხო, თუნდაც ერეკლეს მეფობის ბოლო პერიოდში, თუნდაც იმაში. აი ეს ფაქტი ზუსტად შეათანხმებს, რომ ხალხი იბრძვის არა პურისთვის, არამედ თავისუფლებისათვის. ხალხი იბრძვის არა მშვიდობისათვის, არამედ ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, სახელმწიფოებრიობისათვის. კიდევ ვიმეორებ, გარემო პირობები ბევრად უკეთესია, ვიდრე ადრე იყო. თუმცა აი ეს ომებმა გლეხობისაგან მოითხოვა საკმაოდ დიდი გადასახადები. მაგრამ მე დამერწმუნეთ და ეს შესასწავლის საგანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გლეხი იბრძვის არა პურისთვის, არა ეგზეკუციისთვის, არა
იმისათვის გლეხი იბრძვის ქვეყნისათვის. თუ არა ქართველი გლეხი გიორგი მე-12-ის დროს, ერეკლეს დროს, აღა მაჰმად ხანის შემოსევის პერიოდის და იმის შემდგომ პერიოდში იმისთანაც საშინელი დღეშია, რომ მას ეს არ დაესიზმრება. აქეთკენ ლეკები, აქეთ შიმშილობს ფაქტიურად. ანუ შვილის გაზრდა არ შეუძლია. ეხლა მე არ მინდა, დავამძიმო ეხლა და თქვა ის ფაქტები, რაც თუნდაც ქიზიყში, საქართველოს ბეღელში რაც ხდება ქიზიყის ოჯახებში. რა ხდება? მე მართლა არ მინდა თქვა იმიტომ. მოუყვათ რა. არა, მე ღმერთმა დაემპაროს, მე თუ რომ ვკითხულობდი ამ ფაქტებს, რაღაცა ვიტყუნებოდი, იმიტომ რომ ეს დრო მოიტანა და არა დაუშვათ ჩვენმა შინაგანად ჩადებულმა რაღაც უარგისობებმა. მაგრამ უყურეთ არასოდეს ერეკლეს დროს თქვენ დამეთანხმებით და ჩემზე კარგად იცით გიორგის დროს თუნდაც უწინდე უფრო ადრინდელი მეფეების დროს თეიმურაზის დროს და ისა არ არის დიდი გლეხთა გამოსვლები. გლეხი დაჩაგრულია, გლეხს შეწერი ბეგარაც აქვს, ღალაც აქვს, ჯარშიც გამოდის, ლაშქარშიც გამოდის, შიმშილობს გლეხს, მაგრამ არ ჟანყდება. ის მეფისადმი მამაშვილურ დამოკიდებულებას იჩენს. საოცარი ერეკლეს პერიოდში გლეხობისა და სამეფო კარის დამოკიდებულება. ბევრად უარეს მდგომარეობაშია და ეს რომ გლეხის კლასობრივი გამოსვლა იყოს, მაშინ იქ არ იცოდა ქართულმა სამართალმა თავადის და გლეხის დაპირისპირება, მაგრამ საქართველოს არ არის ეს რუსეთში რომ მუჟიკი რომ უბრახუნებს თავად და ემილიანე პუგაჩოვის საშინელებებს ვაკეთებს და გლეხთა ფიცლების აჯანყებები და ის რომ არის ნაჯახების აჯანყებები საქართველოში მსგავსი არ არის. საქართველოში ყმის და თავადის ურთიერთობა სულ სხვა, მე არ ვამბობ რომ ეს იდეალურად აწყობილი მექანიზმია. მაგრამ არც ისი არ არის, როგორც მე იდეოლოგები გვეუბნებიან ამას, რომ აი თავადი აუცილებლად მოღალატეა, თავადი აუცილებლად უნდა მოკლა, თავადი აუცილებლად უნდა ჩაუხტე და თავს დააგროვებანია, ესე არ არის. თავაც მოაქვს ეროვნული მოძრაობა, ახლა გასაგებია ყველა ერთნაირი არ არის, მაგრამ ის სოციალური სურათები, რასაც ჩვენ კინემატოგრაფები, მწერლები და სხვანი გვიხატავენ, ეს არის აბსოლუტურად ხალხის მასების წინა პლანზე წამოწევის და გაბატონებული ფენების დეგრადირებისაკენ მიმართული აბსოლუტური ღონისძიება. საბჭოთა დროს ბუნებრივია ეს ყველაფერი იდეოლოგიური იყო. მე უფრო პოლიტიკურ გარემოზე მინდოდა რომ მეთქვა, ესე იგი რა ხდება ამ დროს პოლიტიკურ გარემოში. ერთი რომ 1804 წელს იწყება სპარსეთ-რუსეთის ომი, რომელიც გრძელდება 1813 წლამდე. ეს არის ფაქტობრივად კავკასიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში ბატონობისთვის ომი და სპარსეთში ამ დროს გაქცეული არის ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც გაექცა გადასახლებას, იმიტომ რომ არ გაქცეულიყო, მასაც რუსეთში გადაასახლებდნენ. მეორე, სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში 1806 წელს იწყება რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი და ამ ომის პარალელურად იმერეთში მიდის ბრძოლა სოლომონ მეორესა და რუსებს შორის. ამავე დროს ჩრდილოეთ კავკასიაში ესეც გამოგრჩება ხოლმე და არ უნდა გამოგრჩეს შეიხ მანსურის უკვე მემკვიდრეების შემდეგი თაობა, ასე რომ ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასიელები იბრძვიან რუსების ბატონობის წინააღმდეგ და ნაპოლეონი დაიძურება ემზადება რუსეთში შემოსასვლელად. მოკლედ, რუსეთს მრავალი ფრონტიდან აქვს დარტყმა. ერთ-ერთზე რომ მაინც ფეხი დასურებოდა მას, ვფიქრობ რომ კახეთის ამბები შეიძლება სულ სხვანაირად წარმართულიყო. და არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ, რა თქმა უნდა, ახლა ეს თქვენ რო წოდებები, აი ვთქვათ, იყო კოლაბორანტი, ისინი იყო ნეიტრალურები, იყო აქეთ მომხრეები. იყო რაღაცა, ესე იგი, კასტა, შეიძლება ითქვას, თავად აზნაურობისა, რომელმაც ვთქვათ, რუსულიც ისწავლა, ჩინები მიიღო, ეპოლეტები დაირტყა მხრებზე და ნუ კომფორტულად არის რუსების მმართველობაში, კომფორტულად არის. და თქვენ ახლა გადასარევად გაქვთ წიგნში ეს აღწერილი, ამ პაულიჩმა და რტიშემა რო ვერაფერი მოუხერხეს ამ კახელებს,
მერე ყველაზე მეტი მოუხერხა და არავის იმდენი არ გაუკეთებია ქართველების წინააღმდეგ ისე წარმატებით არავის არ უბრძოლია და უსარდლია როგორც დიმიტრი ორბელიანს, ხო? დიახ. ანუ არის ეს ხალხი და ესე იგი ეს ეროვნული საკითხი რა თქმა უნდა დგას, მაგრამ ესეც არის რა რომ ეს არის კოლონიალიზმის ეპოქა. ხო, კოლონიალიზმი რას ნიშნავს ახლა ყველამ შეიძლება ეს ტერმინი არც იცოდეს, მე არაისტორიკოსმა მაყურებელს და მსმენელს გულისხმობ. როდესაც იარაღის ძალით ხდება სამხედრო იძულებითი მმართველობა. აი როგორც რომ ანუ უყურებენ აი ეს რუსული ტერმინი რო არის ტუზემცი. ტუზემცი, კი ბატონო. ანუ რაღაცა ველურ ტომებს, რომლებსაც არანაირი პატევი არ უნდა სცე და ესე ველურად უნდა მართო ესენი, რაღაცა ძალის იარაღის გამოყენებით, აი თქვენი წიგნი სავსე არის ამის აღწერილობები და მე მინდა რომ ფაქტები, მაგალითები მოვყვეთ და მეც რაღაცებს წავიკითხავ. და ესე იგი, ესენი ჩამოსულები არიან ამ ველურების ბჭყალებში, მათი გადმოსახედიდან ველურების მიწაზე. ეს კახეთი განსაკუთრებით სპარსეთთან ომის პირობებში არის პლაცდარმი, ანუ აი აქ არის ბაზა, რუსული ჯარის ბაზა აქ არის და ამ რუსი ოფიცრობის და ჯარისკაცების გადმოსახედიდან ეს ველური ხალხია გარშემო, რომელთანაც თავისუფლად აი ეს რუსებს რო აქვს ბესპრიძელი ესეთი ტერმინი, ხო? ჟარგონი ბოდიში ამ ჟარგონისთვის, რომელთანაც აი ყოველგვარი კანონის და იმის გარეშე შეიძლება შეხვიდე, ესე იგი, სმამაგად და ლოთობა კი უყვართ და ქვევრს მოხადო თავი და რასაც დალევდნენო, რასაც არა მიწას ჩაყრდნენ, გააფუჭებდნენ, ქალს გააუპატიურებდნენ, რაღაცა დააწიოკებდნენ, წაართმევდნენ, ან თქვათ ოფიციალურ დონეზე, ასე რომ თქვათ სახელმწიფო დონეზე შეისყიდდნენ ისე რაღაცას, რომელიც თვითღირებულებაზე უფრო იაფი იყო. მოკლედ, კახეთს უჯდება აი ამ რუსეთის ეს რუსი ჯარი შესანახიც აყავს და შენახვას თავი დავანება. მოსათმენიც, ხო? ანუ დიდი უბედურება ხდება. აქ რაღაცა აი როგორც აი მტრის მარბიელი რა ლაშქარი არის შესული და ცხოვრება შეუძლებელია. დაახლოებით მე თქვენი წიგნიდან ეს გარემო დავინახე. რა თქმა უნდა ეს თამხლებია და ზუსტად ესაჩვენებს რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა მეგობართან, არამედ ჩვეულებრივ დამპყრობელთან, რომელიც აბსოლუტურად თუგულებელ ყოფს თავის ვითომ და რაღაცა იმპერიის მიზანს რომ ის ფაროლობის ნიშნით არის შემოსული და მან რაღაც უნდა დაიცვა საქაურობა, ეს საერთოდ არ აინტერესებს მას და ამ მასში ჩართულია რომ თქვა რომ ეხლა დაუშვათ ის სალდატის ფორმაში ჩაცმული მუჟიკი კი არ აკეთებს მარტო ამას აკეთებს პოლკოვნიკიც. ამას აკეთებს მაიორები აკეთებენ, აგერ იქ ნახავთ რომ იქ მაიორი გავრილოვია, რომელიც საშინელებას აკეთებს. ეხლა მაიორამდე რომ მივიდა რაღაცა ელემენტარულად, რაღაცა იმას ხო რაღაც, მაგრამ ეს შეგნებული პოლიტიკა რუსეთს არ აინტერესებს, მოხსილი აქვს უკვე ნიყაბი და თავისთავად გამოჩენილი ყავს აბსოლუტურად და აჩვენებს აი გასაქანი უკვე აღარ იმასშრება, აღარ მალავს ამ არაფერს. და აკეთებს საშინელებებს, აკეთებს საოცრებებს. ეხლა რატო დაიწყო ეს ომი? ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ თიანეთში დაიჭირეს დედაკაცი, დალიეს ღვინო, მერე ძაბრით საჯდომში ღვინო ჩაასხეს და ნუ აი ხო უნდა მოგივიდეს თავში აზრად ამის გაკეთება. აი ეხლა მაგრამ წავიკითხავ მე რაღაცას ბოდიში და აი მაგასაც შევეხოთ. აი ერთ-ერთი საჩივარი რა ეხლა ამ თემამ მოიტანა ჩვენ აი ხა 1804 წლის აჯანყებისას ესეთი ეპიზოდები იყო საშინელებები იყო როცა თქვა ხალებს აბავდნენ მარხილში და განავალს აჭმევდნენ კაცებს კიდე განავალს აჭმევდნენ იძულებით. აი ეს არის 1812 წლის 27 აპრილის არზა საჩივარი სოფელ მაჩხანის ცხოვრობდა ჩვენება რომელიც ჩვენ მოგვირთმევია არზი უფლის მოურავის თავადის იოსებ ანდრონიკოვისათვის იმის დასამტკიცებლად მოგვიხსენებია შემდეგნი და ჩამოთვლიან პუნქტებად, რას ასჩივიან. ქრთამსა ჩვენთგნინ იღებდნენ სხვადასხვა საჩივრებზეთ სიღნაღს მოკლუნი ბუნთის დროს კაპიტან ისპრავნიკი უეზდის სუდია და სხვა ჩინოვნიკი, ანუ ფულს ართმევდნენ.
აი ეს საინტერესო არის. მე-15 იეგერის პოლკის სალდათებმა წაუწუნეს მაჩხანურის პაპა ნატრაშვილს ცოლს. პაპა ნატრაშვილის ცოლს, კი ბატონო. ხო, ანუ ცოლი გაუპატიურეს. ეგრეთვე იმავე პოლკის სალდათებმა მოინდომეს ზაქარია ზალდასტანოვთან მამათმავლობის ქმნა. ზალდასტანიშვილი აზნაურია. კიდევ წაიკითხეთ ხოლმე ყარალაშვილებს რას უშვრებიან? მაგრამ 6 კაცი მიეშველნენ და არ გაუშვეს იმ ავკაცობის ქმნა. ესე იგი, ზაქარია ზალდასტანიშვილს კაცს დაუპირეს გაუპატიურება და სხვები რო არ მიშველებოდნენ, დაღუპული იყო. მაშინ რომელიც მე-15 იეგერის პოლკის კაპიტანი იყო ჩვენ სოფელში, რომლის სახელი და გვარი არ ვიცით, იმ საქმეზე დაიჭირა ის კაცნი და ხნებავდა გალახვა მათი, მაგრამ როდესაც ეს 6 თუმალთუნი გამოართო, უზალთუნი ალბათ, მაშინ გაუშვეს ისინი. მე-15 იეგერის პოლკსა და კაბარდინის პოლკის ჯარი რომ გვიდგა ჩვენ სოფელში და კაბარდინსკის პოლკის 2 კვირა რომ გვიდგა 2-ოდ კაცი, მაშინ ძალიან შეგვაწუხეთ ამას პურიც გამართვევით უფასოდ. ეგრეთვე ღვინისა, ქათმისა და სხვა სასმელ საჭმელისა და როდესაც ნარსკის დრაგუნის პოლკის სალდათები გვიდგა გვაწუხებდნენ, მაშინ ვთხოვეთ ჩვენ აქ ყოფს მათთან კაპიტანს ჯომარჯიძეს რომ გარდაიყვანოს ჯარი სხვა სოფელში, მაგრამ როდესაც ყოფ ზასედატელს ზაბაულუებს მივეცით 10 თუმანი, მაშინ გარდაიყვანეს. ანუ ჯარი რო გაეყვანათ სოფლიდან, რომელიც აი ესე აწიოკებდა მუდმივად, აი ჯარის ხელმძღვანელს მისცეს ქმარი, ისე რა ქვია, ქრთამი 10 თუმანი რომ ეს გაეყვანათ. ანუ აი სულ ესეთი ის არის, რა და ეხა აქ საუბარი არის 1812 წელია, ხო? ხო, აგერ მაჩხანში კაპიტანი სადაც იდგაო, ბიჭი დაიჭირა გასაუნამოსებლათო. 6 კაცი ამბავს მიეხმარა და იმ 6 კაცს 6 მინალთუნი წართვა რად მიეშვილეთ. ბექა ჯიხაშვილი მოდელი იყო, სოფლის გასაუპატიურებლად დასწევდა. და ის დააგდებინეს, მოდელი დააგდებინეს. ეხლა კიდევ გეუბნებით, მაგრამ ამ წელებს რომ წაიკითხოთ ბექა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო, საშინელებები იყო და ამა რა თქმა უნდა ძალიან დიდი უკმაყოფილება. არა, მე კოლონიზატორის სახის ჩვენება მინდა. ეს კოლონიზატორია დამპყრობელია, რომელმაც ყველა დამპყრობელს გადააჭარბა. მაგრამ უყურეთ, მე თქვენთან საუბარში რამდენჯერმე ვთქვი, რომ ეს წერილები თუ კარგად მიადევნებს თვალს, ძალიან გავს ერთმანეთს. რაღაცა ერთი შაბლონივით, ანუ ფაქტებზე არ ვლაპარაკობ. რომ ჩვენ დასაწყისში ეგრე იწყება, რომ ჩვენ არ გვინდოდა. რაღაცა ერთი ავტორის ხელი. ეხლა გლეხმა ამ დროს წერა ისე არის. ხო, ამას წერს ერთი კაცი, კარნახით იწერება და რომელსაც მე ან აწერე ხელს, ან არ აწერე. მე მაგალითად გლეხების ხელმოწერილი ეს ბოლომდე რო ჩაყვე ამას არ არის. აქ ამ წერილებში ფიგურირებს რამდენიმე თემა. ეს არის პურის ბეგარა. ეს რუსეთ-თურქეთის ომის დროს ჯარი რომ იდგამათ პური უნდა შეეწერებინათ, პურს ართმევდნენ იმ ფაში, ახლა ინფლაცია განიცადა იმ ფულმა ძალიან ომის დროს და ფასი აიწე, მაგრამ ძველი ფასით იმასწრებოდნენ და თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავდა ეს იყო. მეორე იყო ურმების ბეგარა, რომ გლეხს ურემი და გამოიყვანა და აქედან წაიღო გლეხებისმისა ჯარისთვის სურსათი და ეტარებინა. იყო ეგზეკუციები, მაგრამ უყურეთ ეს ეგზეკუცია არის სოფელშია ჯარი ჩაყენება. სოფელში ჩადგა ჯარი ხარ გლეხები როცა ამდნენ რომ მათ არ ქონდათ პური, არ ქონდათ მეტი საშუალება, ამ დროს შედის ეგზეკუცია, აწიოკებს გლეხებს და პოულობს თუ სადმე რამე აქვს გადარჩენილი. ამ დროს ჯარისკაცი ცხოვრობს ოჯახში და აი ამ დროს აუპატიურებს იმის ცოლს და ამ დროს ავსებს ქვევრს ღვინით და ეგზეკუციას მოხდეს. მიწით და ის ყვახე ყურძეს კრეფავს საშინელებებს აკეთებს. ეს ერთი ეს მეორე, მაგრამ უყურეთ არის საჩივრები, სადაც გლეხები ამობენ რუსების კიდე დიდი უბედურება იყო. საქართველოში აწყობილი მექანიზმი იყო. სასამართლო იყო, სამოხელეო აპარატი იყო, სასულიერო აპარატი იყო.
აწყობილი იყო მექანიზმი და ამას გლეხობა ასეთვისების როცა შემოვიდა რუსული სასამართლო რომელიც რუსულ ენაზე გაუგებარ ენაზე მე მოურავის ინსტიტუტის გაუქმება მოურავი მეფობის გაუქმების შემდგომ ხალხმა ჯერ კიდე ისე სანამ მოურავი არსებობდა მოურავი კიდე თავის პატრონად მიაჩნდა გლეხს და რაღაცნაირად მასთან მიდიოდა მოურავობაც გაუუქმეს მოურავობის გაუქმება ძალიან ცუდად მოხდა ენაზეც ქონდა ლაპარაკი კიდევ ერთ რამეს თუ მიაქცევთ ყურადღებას ძალიან ხშირად მეორდება ესეთი ესა სამზღვარ გარეთიდან ვინმეს მოწვევა ჩვენ არ გვინდოდა წერენ ხერხლე ვინდა მოწოდა მაგრამ უყურეთ გლეხმა რა იცის ეგ თემას აი უცეცხლოდ ყვამლი არ არსებობს ამას წერენ რომ უცხოეთთან მათ კავშირი არ უნდა გქონდეთ რეალურად ეხლა თქვენ რაც ჩამოთვალეთ ხო რუსეთს ეს რუსეთი ჩამულია იმ დიდ თამაშში რომელშიც ინგლისი საფრანგეთი და რუსეთი მონაწილეობენ აღმოსავლეთის ომები მიმდინარეობს რუსეთს უმძიმესი მდგომარეობა აქვს ყველა ფრონტზე უჭირს მას თურქეთთანაც უჭირს მას ირანთანაც უჭირს მას ჩრდილო კავკასიაში ძალიან აქვს გართულებული მდგომარეობა სახანოებშიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს დაპყრობილი ხალხებში დაწყებულია განმათავისუფლებელი მოძრაობა და დასაპყრობ ხალხებში უკვე ეჭვია გაჩენილი ისინი ხედავენ ამას ეხლა უკმაყოფილება ჩრდილო კავკასიაში თქვენ რაც ბრძანეთ იგივე სახანოებში იმათ უკმაყოფილების მიზეზი ქართველებზე მეტი თუ არა ნაკლები არ აქვს ჩვენ კარგახან სარწმუნოებით მაინც ბოდიში და რაღაცას გვატყუებდნენ და რაღაც მაგრამ იმათ სარწმუნოებრივი მომენტიც აქვს იქ მაჰმადიანური სარწმუნოების ისენი კიდევ უფრო შავ დღეში არის ამერად უმძიმესი მდგომარეობა ხე თქვენი არ იყოს აი სადღაც რომ წაცდენოდა ფეხი ამ იმას რუსეთს ჩვენ ეს ომი ქართულებამ რომ დაიწყო უმძიმეს ახლა თქვენ მოგიხსენებათ ახლა ისტორიკოსი ხართ და არ გესწავლებათ რომ საქართველოს ისტორია ჩვენ მიწათმოქმედი მწარმოებელი ქვეყანა ვარ და ის მამულის ფენომენი ყოველთვის წინა პლანზეა წამოწეული ომისთვის ომის რესურსი საქართველოში ძალიან არა იმიტომ რომ ჩვენ ომი არ შეგვიძლია და არ ვაწარმოებთ თუ საჭიროა მაგრამ ჩვენი რესურსი ომისთვის გვენანება რომ წავიდეს ახლა თუნდაც დავით აღმაშენებელის სამხედრო რეფორმა რომელიც უცხოელების ჩამოსახლებაზეა რაც ემსახურება რომ წარმოებელმა მოსახლეობამ მიხედოს წარმოებას ჩვენ დარგი არ უნდა შევიცვალოთ რაც ბრძანა დიდმაილია მამული ენა და სარწმუნოება ის მამული სწორედ ჩვენი მიწათ ჩვენი დარგი გახლავთ ჩვენ მიწას თუ მოვშორდით ჩვენ შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ ამიტომ ომს ქართველობა ცდილობს რომ მაქსიმალურად გვიან დაიწყოს ომი რომ და იწყებს ის ომს როცა მას სხვა გამოსავალი არ აქვს როცა მას იმ კუთხეში მიამწყობენ როცა უკვე არსებობაზე დგება საკითხი აი იმ დროს უნდა დაიწყოს მას თუ გარანტიები არ აქვს ამ ომში გამარჯვებისთვის უაზრო სისხლის ზღვრა ჩვენთვის ძალიან მიუღებელია ანუ 1812 წელს რომ დაიწყო ქართველმა ხალხმა ეს ომი ეს ორ რამეზე მიუთითებს რომ არის უკიდურესად შევიწროებული იმ დონეზე შევიწროებული რომ მას უკვე განადგურების საფრთხე ემუქრება სხვა გზა არ აქვს მაგრამ უყურეთ ახლა მეორე საკითხი ხო და ამ დიდ თამაშში საქართველოს ებმება მაგრამ ახლა ჩვენ უბედურება რა არის ხა ჩვენ დღესაც ვლაპარაკობთ და იმას რომ შინ ევროპისაკენ ევროპული მიმართულება ესენი კი ბატონო რა თქმა უნდა ჩვენ მუდმივად გქონდა მაგრამ სამწუხაროდ ევროპას იგივე დამოკიდებულება ამ დროის საქართველოს მიმართ არ აქვს ჩვენ კი გვაქვს იქნებ მაგრამ ისინი უყურეთ საქართველოს მოიაზრებენ საქართველოს საკითხებზე საქართველოსთან კი არ მიდის მათი მოლაპარაკებები მიდის ან ირანთან ან თურქეთთან იმპერიების ეპოქა იმპერიების ეპოქა დიდი თამაში მიდის რეგიონში და იმ დიდ თამაში საქართველოს ძალიან პასიური მოთამაშის როლით მონაწილეობს
ინგლისის აგენტურა მაგალითად იგივე ფრეიგანი და სხვანი ისინი ირანთან წარმართავენ ამ ურთიერთობას. რატომ არის ალექსანდრე ბატონიშვილი ირანში? იმიტომ რომ იცის რომ ევროპის გზა ამ დროს გვინდა არ გვინდა ირანზე გადის. ჩვენ არ მივისწრაფით იმ ჩვენი მუდმივი დამპყრობელისა და მუდმივი მტრისაკენ. ინგლისი, საფრანგეთი ესენი მას უკავშირდებიან, თურქეთს უკავშირდებიან. ამიტომ ვებებით ჩვენ მათთან ურთიერთობაში. იმიტომ რომ რუსებთან ესენი იბრძვიან და ვის რუსეთთან იბრძვის ის უკავშირდება სპარსეთს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, იგივე ეს რომ არა ტილზიტის ზავი, ხო? ნაპოლეონს ბევრად კარგად ჰქონდა აღმოსავლური პოლიტიკა აწყობილი, მაგრამ ამ ტილზიტის ზავით გააფუჭა ყველაფერი. ნაპოლეონმა ჩვენი აღმოსავლური პოლიტიკა გააფუჭდა ტილზიტის ზავით. ამდენად საქართველოს და საქართველოში მებრძოლი ძალები, რომლებიც შესაბამის მომენტს ელოდებიან, აი იგივე ალექსანდრე ბატონიშვილი. მას ერთი წუთი არ ძინავს ალექსანდრე ბატონიშვილი, სულ საქართველოსთან არის და ამ გეგმებს აწამებს. ის გორდონთან და სხვებთან, ინგლისის ელჩთან, ის მხოლოდ იმასნი ბაბახანთან და აბას მირზასთან კი არ არის ახლოს. ის იგივე ინგლისის ელჩს ხვდება, იგივე გორუ ვეზლის ხვდება. მას აქვს ეს ურთიერთობები საფრანგეთის წრეებთან, ინგლისის წრეებთან, ნაპოლეონთან აქვს მას მიწერ-მოწერები. ამ დროს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა ეს ნიშნავდა საქართველოს მოკავშირეებისა, აი ინგლისის, საფრანგეთისა და ამისადმი მხარდაჭერას ნიშნავდა. რუსეთის მოწინააღმდეგე ძალებისადმი მხარდაჭერა იყო საქართველოს ომში ჩაბმა. ეს გათვლები ქონდა, კიდევ ვიმეორებ, ის კომფორტი საქართველოს ამ დროს არ ქონდა, რომ ჩვენ ისედაც გათხელებული მოსახლეობით ამ დროს კიდე ჩვენი გენოფონდი დაგვეხოცა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეხლა ყველა ომი ამ იმპერიამ, ამ უზარმაზარმა მახინა მოიგო და თავისი გამარჯვებით დაასრულა. და ეხლა მე დარჩენილი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა მას არ გავჭირდება. ახლა რაც შეეხება ამ პოლიტიკას, თქვენ რითიც დაიწყეთ აი ეს ეგზეკუციები და ის საშინელი სურათები, რასაც ადგილი აქვს მე-19 საუკუნეში დამპყრობელთა მიერ, ეს ყველაზე დამახასიათებელი ზუსტად პირველ 10 წლეულშია. ეს საშინელი ცინიკური შეურაცხყოფელი დამოკიდებულება ქართველებისადმი. მოგვიანებით ეს რუსეთმა შეცვალა ეს პოლიტიკა. აი ვორონცოვის პერიოდიდან თუ იქამდე ქართულ ენას ძაღლის ენას ეძახიან, თუ ძაღლებს გვეძახიან, თუ გვაგინებენ, გვაუპატიურებენ, მიწას გვაყრიან, წვენს გვაყრიან, ადამიანებად არ გვთვლიან. ამან გამოიწვია ქართულ ერში უკიდურესი უკმაყოფილება. ეს გახდა რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი ქართული წინააღმდეგობრივი მოძრაობისა. თავდაცვითი ძალების და უყურე ვორონცოვმა ისე შეცვალა ეს პოლიტიკა, ისე შემოატრიალა. გვაგინა კი არა, ქება დაგვიწყო. აი მაშინ წამოვიდა რომ ეს რა ერი ხართ, რას მღერით, რას ეკავთ, რა დიდებული ხალხი ხართ, რა ისე ხართ და როგორც მე ჭაბუა ბრძანებდა ისე გაგხვია ამ თვითკმაყოფილების ბურუში, რომ არა ილია და 60-იანელები ქართველებმა გვარები გადაიკეთა, რუსულად საუბარი დაიწყო, რუსულმა ეზიარა ეგრეთ წოდებულ არარსებულ რუსულ კულტურას და თქვენ წარმოიდგინეთ ის მაშინ უფრო წინააღმდეგობრიობა მოძრაობა მეტი იყო, როცა ჩვენ გვაგინებდნენ და თავზე ლაპს გვასხავდნენ და უღელში გვაბამდნენ. ქმედება იწვევს უკუქმედებას. აი ის რაც ვორონცოვა გავიქცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არა ილია და 60-იანელები ჩვენ მაგრამ მეორე მხრივ თავის ახლა ეს სხვა თემაზე გადავეთ უკვე, მაგრამ ილია და 60-იანელებიც უნებლიეთ ვორონცოვის ნაყოფები იყვნენ, რა თვალსაზრისით, რომ ვორონცოვის დროს დაიწყო პეტერბურგში ქართული სტუდენტების გაგზავნა იმ მოტივით, რომ მერე ისინი დაბრუნებული იყვნენ და რუსეთის სამსახურში ზოგი გადამწერა, ზოგი თარჯიმნა, ზოგი მოსამართლე, ზოგი ამათ, ზოგი იმათ, ახლა ილიას რო დაბრუნდა. თერგდალეულობის ხო, ესე მომრიგებელ მოსამართლეთა არ იყო დუშეთში, ხო? მაგრამ ეს ხალხი დაბრუნდა განაციონალისტებული.
ეს ჩაფიქრებული ვორონცოვს არ ქონდა, მაგრამ მის დაუნებურად მის ხელიდან გამოვიდნენ ეს ნაციონალისტები. ხო, მაგრამ ამ დროს ევროპული განმანათლებლობის იდეებიც უკვე ძლიერია და ხო, მაგრამ ეს იდეები მათ უნივერსიტეტებში არის ყველაზე კაი ხელმისაწვდომი ეს განმანათლებლობის იდეები და ამიტომ ამით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან თერგდალეულები ევროპული უნივერსიტეტებიდან. ბატონო აკაკი, ეხლა ჩვენ რომ აჯანყებასთან მივიდეთ ეხლა და აჯანყების მიმდინარეობა აი 12 წლის იანვრიდან 13 წლის ზაფხულამდე რომ გავიაროთ და ეხლა მე დასაწყისისთვის თქვენივე წიგნიდან ციტირებას წავიკითხავ. ეს არის თქვენ ყავთ ციტირებული დავით ბატონიშვილის ახალი ისტორია. როგორ იწყება ეს? თიანეთში ისედაც ზღვარგადასულ საეგზეკუციო რაზმების ჯარისკაცთა და ოფიცერთა ფანტაზია ძალზე შორს წასულა. და ციტირება არის შემდეგ: თვალ აფიცერთა შეიპყრეს დედაკაცი და საშოსა შინაშ თაასხეს ზაბრითა ღვინო. ანუ ხო დაალიეს დაათვრნენ და მერე ანუ შევარდნენ ოჯახში დაალიეს დაათვრნენ და მერე დედაკაც ესე იგი თაასხეს ზაბრითა საშოსა შინა ღვინო. ამ დროს ეს კვირადღე იყო, ხო? და ხალხი არის ეკლესიაშია წასული. და შეურაცხყოფისგან გადარეული და ქმარიც ამ ქალისა. შეურაცხყოფისგან გადარეული ქალი შევარდა ხალხში, ანუ ეკლესიის გალავანში შევიდა და საეგზეკუციო რაზმის მოცლების, ანუ ეს ხალხი, ანუ შეკრებილი. აი მაგას მიაქციათ ყურადღება, ისინი ლაპარაკობენ როგორ მოიშორონ ეგზეკუცია. და ამ დროს შედის ეს გაგიჟებული მანდილოსანი და ქმარს ახოს თავზე მანდილს. კი ბატონო, მიუვარდა ქმარსა, მოხგლიჯა ქუდი გადაახურა თავისი მანდილი და დაიკივლა. დღეიდან შენ ცოლი და მე ქმარი, ნამუსი ამხადეს. მივდივარ, შურს შური ვიძიო შენს მაგიერ. გაშმაგებული ადამიანი ხანჯალ ამოწდილი გაქანდა სახლისკენ, სადაც ბინა ჰქონდა საეგზეკუციო კამანდას. და ესე ფაქტობრივად იწყება ეს ამბავი, ნუ მანამდე ახმეტაშიც იყო ამბავი, მაგრამ რაღაცა აი ალი ავარდა. კი ბატონო. ამ ეპიზოდიდან ავარდა ალი და პირველ ეტაპზე საკმაოდ წარმატებით მიდის ეს ბრძოლა. აი რომ მოგვიყვეთ. კი ბატონო. ესე იგი, დავით ბატონიშვილი ხა პირუცნელი მემატიანია, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ხა აბსოლუტურად ხო ეს მას აქვს რაღაც გადაჭარბებები, თავისთავად ცხადია, ჩვენ სასარგებლოდ, მაგრამ ასევე ხა ყველაფერს თავი დავანებოთ აი ამ მოვლენის თვითონ ძალიან დიდ მნიშვნელობაზე მივიტებს ის რომ ამდენი წყარო ამდენი ხო დავით ბატონიშვილი იწყებს ფაქტიურად პირველად თიბად აი თუ გადახედავთ იგივე წიგნში ისტორიოგრაფიას გაუცდებით რა ამდენი წერილი ამდენი სტატია ქართული, რუსული, ინგლისური, ირანული, არაბული, ეს უამრავი ის არის, კაცო. ის კი არა 1952 წელს მარკოვამ გამოსცა პეტერბურგში უზარმაზარი წიგნი. კახეთის 1812 წლის აჯანყება არ ვიცი ნანახი აქვს თუ აი ეს მიაყარეს ესეთი მასალები და ნუ აი ამ მარკოვას წიგნი ჩვენ უამრავი რაღაც გავიგეთ, რაც მართლა დაფარულია. ხო, ეხლა მე ვუბრალოდ ამას დავით ბატონიშვილის მოვაყოლე, ნუ იდეოლოგია ხა ჩვენ ისტორიკოსები ვართ და წყაროებს ბოლომდე შეიძლება არ ვენდოთ, მაგრამ დასკვნის გამოსატანად გვეუბნებ. დაიწყო კი ბატონო 31 იანვარს ახმეტაში და იმავდროულად 1 თებერვალს უკვე თიანეთში ხდება ეს გამოსვლა. იმავე წუთიდან მას უდგებიან უკვე თავადები და ანადგურებენ ეხლა იგივე დავით ბატონიშვილი წერს იმ თქვენ მიერ წაკითხულ წყაროში რომ 150 კაცი მოკლეს ამ დღეს რუსი თიანეთელებმა საეგზეკუციო რაზმი რომელიც ამ დროს თიანეთში ავიდა ალბათ იქნებოდა 10 მაქსიმუმ 20 კაცი ანუ ეს 150 კაცის სიკვდილი ნიშნავს რომ მათ უკვე არა მარტო ეგზეკუციის ხალხი, არამედ ისინი წამოხოცეს, ვინც გარნიზონებში იდგა.
ეს უკვე იყო ძალიან დიდი გამოსვლა. ეხლა ბარემ გავჩერდები ერთ საკითხზე, როგორც კი გამოდიან ესენი გამოდიან კიდევ იმეორებ არა ფიცლებით და ნაჯახებით, არამედ შეიარაღებულები. ეხლა შეიარაღების საკითხი ძალიან ბევრ ამას მიუთითებს. ჩვენ ვიცით რომ შეიარაღება ესეთი იაფი არ ჯდება. გლეხს არ აქვს იარაღი. ხელმისაწვდომი არ არის. ხელმისაწვდომი არ არის. იარაღი თოფი მაგალითად სოფელში ერთი თოფი თუ ეკნებოდათ რა ლეკიანობის დროს მოურავს ქონდა და შეიძლება ვიღაც მდიდარ თავაც ქონოდა კიდე რაღაც ესეთი თოფი ხმალი ცხენი ისენი ამხელა ფუფუნები საგნები არა მაგრამ შეიარაღებულები არიან ესენი ანუ მე კიდევ იმას ვიმეორებ რომ ეს არის წინასწარ მომზადებული აგერ თქვენ რომ ახსენეთ ქელმეჩურიდან დაწყებული ავტონომისტების ჯგუფი, რომელშიც ალექსანდრე ბატონიშვილიც არის, რომელშიც ბებურიშვილებიც არიან, რომელშიც ქობულაშვილები არიან, ეს არის ავტონომისტების ჯგუფი, რომლებიც უცხოეთიდან ალექსანდრე ბატონიშვილი რომ ირანში არის, ის კავშირს არ წყვეტავს თავისა და საიდუმლო მოლაპარაკებები მიდის და არა მარტო მოლაპარაკებები, შეიარაღება მიდის ხალხის. 12 წელს ქართული ხალხი საოცრად შეიარაღებული გამოვიდა. იმ დონეზე შეიარაღებული გამოვიდა, უცებ განვითარდა და ეს მოუმზადებელი ყოფილიყო, მაშინ სტიქიურად ამას რუსები მალევე ჩაახშობდნენ. მათ შეეძლოთ რომ ახმეტაში გაეგზავნათ თელავიდან ჯარი, სიღნაღის გარნიზონში მდგარი, ყარაღატში იდგა ძალიან დიდი ჯარი, ანანულში დგას ჯარი. გასაგებია ეს მომენტი შერჩეულია, როცა რუსეთი ომებშია ჩართული და იმხელა პოტენციალი მას არ აქვს. იმერეთში დგას რუსეთის ჯარი, კავკასიის ხაზზე დგას, ანუ რუსეთის ჯარი დაქსაქსულია. და რუსებს აქვთ ესეთი იმედი, რომ თუ კი ჯარი გახდება საჭირო და ომი გახდება საჭირო, ისინი ერთმანეთს მიეხმარებიან. მაგრამ ყველა გზა აღმოჩნდა ჩაკეტილი. რუსებმა ვერ შეძლეს კომუნიკაცია, ვერ დაამყარეს, თელავიდან ჯარი ვერ მიაშველეს თიანეთს, სიღნაღი და თელავის მაზრა აბსოლუტურად მოწყვეტილი აღმოჩნდა ერთმანეთსაგან. მეომრებმა, ქართველმა მეომრებმა გაანეიტრალეს და ცალ-ცალკე ამოხოცეს რუსები ისე რომ რუსი წამლად აღარ იყო მაშინ ერთდროულად ვითარდება. იგივე 4 თებერვალს საგარეჯოში და მანავშია დიდი ბრძოლები. 6 თებერვალს სიღნაღშია, ყარაღატშია დრაგუნები ამოჟლიტეს. გრიბოედოვი წერს საშინელება გაუკეთეს გამოიყვანეს სიღნაღის ციხიდან 150 რუსი და მიზანში სრულად ამოხოცეს. ყარაღატში უზარმაზარი ყორღანი იდგაო. ეს რუსების საფლავი იყო ეს რომელიც ერთდროულად გაჟლიტეს რუსეთ. ფრონელი წეს რომ კახეთმა ამოისურვეთ, კაი კახეთში ჩოლობრივი ქართული სული დატრიალდა სულ რამოდენიმე დღეში. აღარ ვლაპარაკობ მე საშაბუროსთან ქობულაშვილი საშაბუროში და ჩtildeო კავკასიაში უცებ განვითარდა მოვლენები. ეს პერიოდია შერჩეული ზამთარია კავკასიის ხაზიდან დელპოცოს იქ უზარმაზარი ჯარი ხავს, მაგრამ ვერ გადმოყავს, იქ თოვლია, ჩაკეტილია, ჩახერგილია ყველაფერი. ანუ ყველანაირად მომზადებულები არიან და თელავში ყველამ დაუჭირა მხარი სომხებიც კი, რომლებიც ამ დროს რუსეთის დასახლეს წარმოედგინეთ, მარკიზი წევს რომ აი საშინელება გაუკეთესო, სომხებმა მაინც როგორ გვიღალატეს. მარკიზი პავლუჩი, რომელიც მთავარმართებელი იყო. მთავარმართებელი ამ დროს ის საქართველოში არ არის და ესეც გათვლილია რომ მარკიზი ამ დროს საქართველოში არ იმყოფება. მარკიზი ჩამოვა თებერვლის ბოლოს საქართველოში. ანუ არ არის სტიქიური გამოსვლა, არ არის მომზადებელი გამოსვლა, ეს არის როგორი გამოსვლა, იგი მომზადებული გამოსვლა, რომელმაც რაღაც ეტაპი უნდა გაიაროს და მეორე ეტაპი უკვე უნდა ჩაერთოს ალექსანდრე ბატონიშვილი, აბას მირზას ჯარები, რომლებიც უკვე შემოსულები არიან საქართველოს ლენქორანი გამოვლილი აქვთ, მათ რამდენიმე ცეთი ძლიერი ბრძოლა ჩაატარეს და უკვე უნდა შემოვიდნენ, უკვე დამხმარე ძალები უნდა შემოვიდნენ. ესე ეგ უნდა აუხსნათ ხა თქვენს უკან დიდი წვერებიანი კაცი ეს არის აბას მირზა, ეს არის
მემკვიდრე უფლისწული ბაბახარის ხო სპარსეთის შახის მემკვიდრე არის და უახლოესი მეგობარი ალექსანდრე ბატონიშვილის ძალიან ახლო მეგობარი არის პირადი მასთან არის ფაქტობრივად ალექსანდრე ბატონიშვილი ეს აჯანყება რომ ერთად იბრძვიან ყველა ომში ერთად არიან ბაბახანი და ისა რას ქვია აბას მირზა და კი ბატონო ეს სხვათა შორის ძალიან ნიჭიერი უნარიანი კაცი იყო აბას მირზა. პოლიტიკურად მოაზროვნე და მისი წერილები ალექსანდრე ბატონიშვილის წერილებთან ერთად ვრცელდება საქართველოში და ის თავის წერილებში, ესე იგი ეს მიუთითებენ ხა ქართველი გლეხობა ცოტა ეჭვით უყურებს სპარსეთთან ურთიერთობას. იმიტომ რომ ეს სპარსი აღიქმება ჩვენს ნომერ პირველ ტრაკს. საუკუნეების განმავლობაში დაღლილი არის ქვეყანა ამათიდან და ახლა ოსმალი და სპარსეთი ჩვენთვის იცვლება იმათ და ეს სხვადასხვის მასაც აყოვნებდა ალექსანდრე ბატონიშვილს და რუსებს ეს რუს იდეოლოგებს უხსნიდა გზას რომ აი თქვენი ბატონიშვილი შემოგიყვართ სპარსელებს და აი ამ დროს საქართველოში ვრცელდება აბას მირზას წერილები რომელსაც უკვე აი იმ წერილებისაგან განსხვავებით უკვე არავინ არ ინახავს ამ წერილებს განსხვავებით ალექსანდრე ბატონიშვილისა იმიტომ რომ ის მთავარ მართებელსაც წერილებს და ეს წერილები შემოვიდა ну ეხლა რა კი მოდი ეხლა ამაზე მივედით ვთქვათ რომ როდიდან ერთვება ალექსანდრე ალექსანდრე ჩამოდის სექტემბრის დასაწყისში 1 სექტემბერს ის შემოდის მიუხედავად იმისა რუსები აი ელოდებიან მას და ყველა გზა ჩაკეტილი აქვს და ყველაფერი ის აქვს მან გადმოლახა კოწახურასთან არაგვი და შემოვიდა საქართველოში და მაშინ ისწავიდა თიანეთში სხვადასხვა ალექსანდრე რატო აგვიანებს საქართველოს შემოსვლას იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ უნდა შემოვიდეს დამხმარე ჯარი სპარსეთის ჯარი აბას მირზას და ალექსანდრე ბატონიშვილის ხელმძღვანელობით უნდა შემოვიდეს საქართველოში მაგრამ თქვენ რა ბრძანეთ რუსეთის მიერ გამარჯვებებმა და იგივე ლენქორანთან დამარცხებამ იგივე შეაფერხა მის შემოსვლა ალექსანდრე მაშინ შემოვიდა საქართველოში დიდი დაგვიანებით შემოვიდა როცა მან დაკარგა უკვე იმის იმედი რომ შეიძლებოდა და სპარსეთის ჯარი შემოიყვანა სპარსეთის ჯარი მან ვერ შემოიყვანა საქართველოში იგივე მიზეზებით რომ სპარსეთის ჯარს თვითონ იქით ჰქონდა გაჭირვა სამაგიეროდ შემოდის დაღესტნელთა ჯარი ჩრდილო კავკასიელები აქტიურად მონაწილეობენ აი ამასაც მინდა გაუსვა ხაზი და არ ვიცი ახლა მე ამისთვის უკვე ვეღარ მოვიცლე და უკვე არც ასაკი მიწუხებს ხელს და არც ჩემი დროის რეგლამენტი მაგრამ ბალანონიკა აუცილებლად არის გასაკეთებელი ფუნდამენტური ნაშრომი და სამუშაო კავკასიის ხალხთა მონაწილეობა მე-19 საუკუნის ქართულ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში აი ეს გასაგები ამ იდეოლოგიას თვითონ დაღესტნელებმა შეუწყეს ხელი და ჩრდილო კავკასიელებმა მთიელებმაც მაგრამ იგივე ოსების დამოკიდებულება იგივე დაღესტნელების ლეკების ჩერქეზების სხვათა დამოკიდებულება და განწყობა ქართულ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში შეუფასებელია ეს რომ მაინცა და მაინც წაგულეკა და ლეკმა გვიქნა ყველაფერი და ლეკი ჩემ ბავშვობიდან მოყოლებული ბავშვობაში მაშინებდნენ რომ მოვა ლეკი და წაგიყვანსო და ეს გვიანობამდე შემოჭრა ლეკი და ოსი საქართველოს მტერი უნდა ყოფილიყო აუცილებლად მაგრამ აღარ ვლაპარაკობთ იმაზე რომ ესენი რა დონეზე რამდენი ლეკი დაიღუპა აი ამ ბრძოლაში ქართველებზე ნაკლები ლეკი არ დაღუპულა 1812-13 წლის ომში საქართველოში მთიულეთის ეგრეთ წოდებული აჯანყება ფაქტობრივად ოსების აჯანყების სახელითაც მოიხსენიება იმიტომ რომ იმდენი ოსი მონაწილეობს რუსების წინააღმდეგ ქართველთა მხარეზე ამდენად ეს ჩრდილო კავკასიის ხალხთა მონაწილეობა იგივე აზერბაიჯანის სახანოების წარმომადგენელთა მონაწილეობა ამ ბრძოლაში ძალიან საგულისხმო მომენტია. ნუ ცალკე თემა სომხების მონაწილეობა ამ იმაზე, რაშიც მათ გრამოტა მიიღეს იმპერატორისაგან, რა როლიც მათ ითამაშეს აი ამ წინააღმდეგობრივი მოძრაობის ნუ ეს ცალკე თემაა, გნებავთ შევეხოთ, გნებავთ არ შევეხოთ.
მაგრამ ერთ რამეს გაუსვათ ხაზი და ძალიან გთხოვთ რომ ხარი დამჭიროთ არა მარტო ამ გადაცემაში ზოგადად ეს არ არის აჯანყება ამაზე შევთანხმდეთ აი მინდა რომ ახსნათ ეგ რატომ უწოდებთ ომს და არა აჯანყებას მე კი ვიცი მაგრამ აჯანყება მე თავიდანვე მქონდა ეს ჩემ პირველ წიგნში რომელიც 2003 წელს გამოვიდა და დისერტაცია მე კიდე უფრო ადრე დავიცავი მაშინ მე ვამბობდი რომ აჯანყება ეს არის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა თვითონ სიტყვა არის ჯანყი პუნქტი ის ებრძვის აჯანყებას აგერ ახლა ჩემი თუ არჯერა მსმენელს გეტყვით ახლა როგორ მოიხსენება ეს საერთაშორისო ლექსიკონებში ეს გახლავთ 1999 წელს გამოცემული ადამიანის უფლებათა დაცვის ლექსიკონი აჯანყება სამხედრო გადატრიალება ან ბუნტი როგორც წესი კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენ თუ ვიტყვით რომ ეს ბრძოლა აჯანყება ჩვენ ამით ვაღიარებთ რომ რუსეთი კანონიერი ხელისუფალია რუსეთი ჩვენ არ მიგვიღია რუსული მმართველობა შევთანხმდეთ თუნდაც იურიდიულად მადლობა ღმერთს არ მოუწერია ქართველ მეფეს ხელი დაპყრობას აბა რა ნუ შევთანხმდეთ რომ რუსეთი არ არის მაშ რა არის ეგეთი ტერმინი იგივე ლექსიკონში გახლავთ ესეთი დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი ეს არის შეერაღებული დაპირისპირება სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური მოტივებით იმ დონეზე დაბლა რომელსაც ომს უწოდებენ ანუ ეს სერიოზული უთანხმოება და პოლიტიკური დაძაბულობა შეიძლება ჩვენ აი ამ კონფლიქტს უწოდოთ დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი ეს ორი სახელმწიფო მონაწილეობს აქ საქართველო რომელსაც არ უღიარებია რუსეთი თავის მათ უზენაესად და დამპყრობელად და მონაწილეობს სრულუფლებიან სახელმწიფოსთან ახლა წავიდეთ რა არის ომი ომი იგივე ლექსიკონიდან გთავაზობთ ომი არის პირდაპირ ფიზიკური ძალადობის გამოყენება ორი ან მეტი სახელმწიფოს მიერ იწყება მაშინ როცა პოლიტიკური კონფლიქტის მონაწილეები მივლენ იმ დასკვნამდე რომ მშვიდობიანი მეთოდით შეუძლებელია განსაკუთრებული მიზნის მიღწევა ხანგრძლივ ეს არის ორი ან მეტი ქვეყნის შეერაღებულ ძალებს შორის ბრძოლა როდესაც ბრძოლის ველზე ყოველწლიურად 1000 ადამიანი არანაკლებ 1000 ადამიანისა იღუპება უნდა გაგრძელდეს აი ამ ლექსიკონის მიხედვით უნდა გაგრძელდეს ომი რომ უწოდოს შეერაღებულ კონფლიქტს უნდა გაგრძელდეს წელიწადზე მეთხას და ჯვარიწერია ყველას 1000 კაცზე მეტი უნდა იყოს მსხვერპლი რუსეთს საქართველოს დაპირისპირების პერიოდში ეგრეთ წოდებული აჯანყების პერიოდი გაგრძელდა წელიწადი და 3 თვე წელიწადს გადავაჭარბეთ ეს 12-13 წელია და ამას არავინ არ უარყოფს და ჩემი გათვლებით და მე ეს გათვლები კიდან მინიმუმ 5000 ადამიანია ორივე მხარეს დაღუპული ეს კონფლიქტი და საერთოდ მე მგონი არის დრო რომ იგივე სკოლის სახელმძღვანელოებში იგივე ნებისმიერ სახელმძღვანელოში ჩვენ დავარქვათ ამას თავის სახელი ეს არ არის აჯანყება აი ხა თქვენი არგუმენტის სასარგებლოდ ვიტყვი ეს რამეს რომ ახელებმა მანავში იყო ეს ხო თუ სწორად მახსოვს ერეკლეს შვილიშვილი გრიგოლ ბატონიშვილი გაამეფეს მეფეთ აკურთხეს ანუ სახელმწიფოებრიობის აღდგენა გამოაცხადეს ამითი ფაქტობრივად და გრიგოლ პირველად ნიკო ჯავახიშვილი ჩვენი კოლეგა და მეგობარი ამბობს რომ ეს არის საქართველოს უკანასკნელი მეფე რომელმაც რამოდენიმე დღე იმეფა მაგრამ იმეფა აი ეს ეპიზოდიც საინტერესო იქნება მოსასმენად
გრიგოლ ბატონიშვილი ებმება ომში, სანამ რადგან ალექსანდრე ბატონიშვილი აგვიანებს საქართველოს შემოსვლას და საქართველოში მოლოდინია ამისი, რომ ბატონიშვილი შემოვა საქართველოს. ეს ბატონიშვილების ფენომენი რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ქართველ ხალხში მუდამ ისახებოდა როგორც თავისი იმედი, პატრონი და დამოუკიდებლობის ეტალონი. ანუ ბაგრატიონი უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ამ ბრძოლაში აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო რომელიღაც ბაგრატიონი. ეს უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ალექსანდრე ბატონიშვილი. ეს როგორც კი დაიწყო ეს გამოსვლა, თავადება მაშინათვე გაგზავნეს ელჩობა, 40 კაციანი ელჩობა წავიდა თავრისში, შეხვდნენ ალექსანდრე ბატონიშვილს, მოიწვიეს მეფედ და მისცეს პირობა, მისცეს მეფობით, მაგრამ ვერ ჩამოვიდა ალექსანდრე ბატონიშვილი, იმიტომ რომ ის არ ცილდება აბას მირზას და არ ცილდება ირანის სამეფო კარს. იქამდე სანამ ის რეალური ჯარით არ ჩამოვა. და აი ესეთ დროს რომ შემოდის გრიგოლ იოანესზე, ეს ახალგაზრდა მეფე, ეს ფაქტიურად არის მისი მეფის გამოჩენა და ამას ჰქონდა უზარმაზარი რეზონანსი. ეს მალევე ხდება. როგორც ვთქვით, 1 ფებრვარს ჩავთვალოთ 31 იანვარს ჩავთვალოთ ომის დაწყების თარიღი და 20 ფებრვარს გრიგოლ ბატონიშვილი უკვე ცხადდება მეფედ. სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით ის სად ეკურთხა, მაგრამ ის ალავერდის ტაძარში არ ეკურთხებოდა, იმიტომ რომ როცა შემოვიდა ეს იოსებ ერისთავმა გადმოიყვანა და რამდენიმე აზნაურმა შემოიყვანა ის სიმონ მაჩაბერმა და სხვამა შემოიყვანეს საქართველოში ირანიდან და მაშინათვე რუსებში გავრცელდა რომ ის მივიდოდა ალავერდის ტაძარში. ალავერდის ტაძარში მას ელოდებოდნენ ქართველ თავადები და იმას იზავდნენ. აუცილებლად, ამიტომ ალავერდი ჩაკეტილი ჰქონდათ რუსებს. გრიგოლი ვერ შევიდოდა, მაგრამ რეალურად მეფედ გამოცხადდა, იკურთხა როგორც ჩანს, ვერ გეტყვით ეთყობა სადღაც რიგით ტაძარში ეკურთხა, იმიტომ რომ ბატონმა ნიკომ ეძება ბევრი და ეს ვერ ნახა, მაგრამ ის გამოცხადებული, ის სიგელებს გამოსცემს, წერილებს გამოსცემს, სამეფო ბეჭედს არტყავს, მისი წერილები ქვეყდება აჯანყებულებში როგორც მეფის წერილები, მის იმაზე დგას, მაგრამ როგორც სულ რამოდენიმე ხანს გაგრძელდა და შემდგომ მას რუსეთში აგზავნიან. ან დაიჭირეს. ის შეიპყრეს, ზაზა ანდრონიკაშვილმა, რომელსაც ლექსებს წერდა, გადასარ ლექსებს, როცა ის ზაზა ანდრონიკაშვილმა შეიპყრო და გაგზავნეს იმაში მას. ბატონო აკაკი, ეხა ესეთი ამბავი, პაულიჩი მალევე გადაიყვანეს ცენტრში, პეტერბურგში წაიყვანეს, როგორც მახსოვს და მის ადგილზე მთავარმართებლად, ანუ კავკასიაში რუსული ჯარების სარდლად დაენიშნა მისი მოადგილე გენერალი რტიშევი, რომელიც ეგერ ჩემს უკან არის. პირველ ეტაპზე რტიშევსაც დიდი წარმატება არ ჰქონია და შემდეგ ძალიან აქტიურდება დიმიტრი ორბელიანი. ანუ როგორ აი ეს თავდაპირველი წარმატება თქვენ აღწერეთ, ხო, რომ ესე იგი ამდენი რუსი დახოცეს. და მერე უკვე რუსები რაღაცა მობილიზაციას აკეთებენ და უპირატესობა მათ მხარეს გადადეს. როგორ ხდება ეს ამბავი? ახლა გეტყვით, პავლუჩის წასვლა მოულოდნელად ხდება, მას იმპერატორი უგზავნის წერილს, რომ ჯერ საშინელი აღწერა, რომ კაცი, მახინჯი, როგორიც გარეგნობით კაცი, ელამი როგორც გარეგნობითო, ისე ხასიათითო საშინელი კაცი იყო. სარდინიელი იყო ეს. ხო, და იტალიელი. ესეთი რაღაც მოხდა ესე. პავლუჩი სხვათა შორის სულ ამბობდა, რომ ეს იყო ომი. ჩემამდე ამბობდა პავლუჩი ამას, რომ ეს ფრანგულ რევოლუციას ადარებდა და წერდა იმას, რომ ისე დღეში ჩაგვაგდესო ჩვენ ქართველებმა, რომ
ცოტაც დარჩაო, რომ რუსული ხელისუფლება უქმდებოდა საქართველოს. ამას პავლუჩი აღიარებს. ეს განცხადებები იმპერიაში არ მოსწოდათ. იმიტომ რომ იმპერიაში ხო ყავდათ ახლა პოტო და სხვა ესე სამხედრო ისტორიკოსები, ეს დუბროვინი იყო თუ ბუტკოვი იყო თუ პოტო იყო თუ სხვანი მათ მასალა უნდათ, რომელიც გაამართლებდა კავკასიაში რუსთა ტრიუმფალურ სვლას და ესე დროს რომ წერ შენ რომ ცოტაც დარჩა რუსული ჯარი საერთოდ გაგვიწყვიტეს, რომ ეს ვიტყოდ ახლა პავლუჩი, რომელიც როგორც თქვენთანეთ სარდინიდან ჩამოვიდა აქ სახელის საძიებლად, მას არ უნდა რომ ის გლეხთა აჯანყების ჩამხშობი იყოს, მას უნდა მეტი ამბიცია. მას აქვს ამბიცია რომ აჩვენოს რომ ეს რევოლუცია ფრანგულ რევოლუციას ადარებდა და რუსის ჯარიო ფაქტურად გაგვიწყვიტესო ჩვენ ამ დროს. ამდენად ეს და კიდე ერთი მომენტი მოხდა რომ როცა რუსებს ძალიან გაუჭირდათ, აი სანამ გაბრიელ ყაზბეგი ჩრდილო კავკასიის ხაზიდან ჯარებს გადმოიყვანდა, სანამ სიმონოვი გაბრიელ ყაზბეგის რუსეთის მხარეს მებრძოლი ხო, გაბრიელ ყაზბეგი, რომელიც ერეკლემ დააყენა იქ დარიალის ციხის და თა ყაზბეგი და რეგიონი ყაზბეგი ქვია მისი პაპის საპატიო. სხვადასხვა ეს ყაზბეგი ძალიან დიდება ბოდიში აკეთიკით მიხდება გადასვლა. სხვადასხვა ეს იცით ვინ არის ეს გაბრიელ ყაზბეგი? აი ალექსანდრე ყაზბეგი ელგუჯაში რომ აღწერს ჩოფიკაშვილი, რომელიც ქართული ხალხის მხარეზეა და ეს გაბრიელ ყაზბეგია. მან ალექსანდრე ყაზბეგმა თავისი პაპა წარმოაჩინა როგორც აი რაც ალექსანდრე ორბელიანმა გააკეთა ვახტანგ ორბელიანი გაათეთრა თავს შეკლულ გმირად წარმოაჩინა, იგივე ალექსანდრე ყაზბეგმა ისა სხვადასხვა ბატონიშვილი როცა წერს ყაზბეგს ეუბნება რომ დამიჯერო რა გაბრიელო ეს ერეკლეს უახლოესი ადამიანია. დამიჯერო გაბრიელო ჩვენი წყალობა მარადიულიაო, ქართველი ხარო შენო და რუსების წყალობა წარმავალიაო, შენ ესენი არ გაგახარებინო და მეფობა შესთავაზა ალექსანდრე ბატონიშვილმა ყაზბეგს. უთხრა რომ ბაგრატიონის გარდა ხო არავის არ უმეფეა საქართველოს. შენ დაგინიშნავთ მეფე თუ აი მეტი რა გავაკეთე. მაგრამ არ შეცვალა ამ ყაზბეგს, მაგრამ ხო უყურეთ ახლა მეფეზე მივედი. და იმდენად დიდი იყო მეფის მოთხოვნილება რომ ერთგან გაეპარათ რომ აი პავლუჩი რომელიც ამას ფრანგულ რევოლუციას ამბობს რომელიც ამბობს რომ კინაღამ დავიღუპეთ, კინაღამ დავიქციეთ, მერე კი რტიშევის დროს უკვე დაიწყო ამის განეიტრალება რომ არაფერი კაცო ეგ რა იყო არაფერი და ის, მაგრამ პავლუჩის დროს ეს ცოტა სხვადასხვაერი გამოჩნდა და პავლუჩმა აჯანყებულებს უთხრა ოღონდ ეხლა თქვენ დაწყნარდითო და მე პეტერბურგში გიშვამდგომლებ და მეფეს ჩამოგიყვანთ, მეფობას აღვადგენ საქართველოში. შეეშინდა. როგორც ჩანს, მან ეს განცხადება მართლა გააკეთა. იმიტომ რომ იცოდა რომ მეფის აღდგენა ძალიან ისე მოქმედებდა ქართველობას. გლეხებზეც კი ისე მოქმედებდა. აი თავიდან როცა რუსები შემოვიდნენ, აი ერთ-ერთი მომენტი ჩვენი ასე თუ ისე გაჩუმებისა, ქართველი ხალხის გაჩუმებისა, ქართველმა გლეხმა და აზნაურობამ მეფე ერეკლეს ანდერძად მიიჩნია. მეფე ერეკლეს ანდერძად თვლიდნენ და რუსები ამას ამბობდნენ რომ თქვენი ერეკლე აგერის ჩვენ მხარეზე იყო ჩვენ ერეკლეს. მე ბატონიშვილები რომ გამოვიდნენ, აი უკვე ერეკლეს შვილმა რო უთხრათ უკვე რომ ესენი მტრები არიან ჩვენი და არა მოხრები, იმის შემდგომ მიღებენ მას. ამდენად პავლუჩი, არის ვერსია რომ ის გაიწვიეს, იმიტომ რომ ნაპოლეონთან ომის დაწყების პერიოდში იტალიელ მარკის არენდო თავმჯდომარე და გაიწვია მან. ვერ ვიტყვი მე ახლა რომ რტიშევილზე ნაკლები რადიკალია ან ხო მას აქვს მეორე მან მართლა დაუთმო აჯანყება მოურავობის ინსტიტუტი აღადგინა საქართველოში. შეაჩერა ეგზეკუციები და უთხრა რომ ცოტა ხანს გაჩერდით და მაგრამ რტიშევმაც შეაჩერა იგი. ესენი როგორ არიან, აი როცა უჭირთ
მაშინ დაპირებებზე და იმებზე გადმოდიან, მაგრამ ღვთისმშობლმაც გააჩერა ეგზეკუციები. მაგრამ იმ დროს აჩერებენ პაულუსმა რომ გამოუცხადათ რომ კაპიტან ისპრავნიკებს მოურავებით შევცვლით და ეგზეკუციას გავაუქმებო. კახელები ამაზე სიცილით დაიხოცნენ, რომ ისედაც ვიღა იყო აღდგენ. ესენი კიდევ გეუბნები მოფერიანდნენ საფუძველზე. პაულუს ერთი ძალიან საგულისხმო რაღაცა. იმპერატორს წერს ესეთ რაღაცას. ნუ გეშინიათო, ეხლა ზამთარიაო და ხუნის დრო რომ მოვაო, ხუნათესვის დრო, ესენი გაჩერდებიან ქართულები. კარგად აქვთ მას შესწავლილი საქართველოს. ლოგიკურია, იმიტომ რომ ოჯახებს სჭირდება ჭამა, კვება. ანუ თუ ამ გლეხმა არ დათესა არაფერი, განწირულია იმისთვის, რომ მისი ოჯახი აი ამას მოგახსენებდით მე რომ ჩვენთან წარმოებელი მოსახლეობა მიწაზეა მიჯაჭვული და ამ ომის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის რომ ქართველობა ბოლომდე ვერ მოიქნია მახვილი. უყურეთ ეს ბრძოლები აღმავლობითა და დაღმავლობით ხომ ხასიათება და ეს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ფაქტორებით არ არის გაპირობებული. ზამთარში როცა ქართველ გლეხს ნაკლები საქმე აქვს და ბუხართან თუ ღუმელთაზის იმ დროს დაიწყო როგორც ხუნათესვა დაიწყო ომი მეორე პლანზე გადაიტანა და წინა პლანზე ის შემოიტანა. მერე ისევ ომი დაიწყო ზაფხულში სანამ მკის დრო არ მოვიდა იქამდე იბრძვის. მკის დროს აი საოცარი ორი მომენტია აღწერილი ფილმში ჯარისკაცის მამაში. პური იწვის, რუსი ვერ ხედავს და ეს ქართველი გლეხი ყვირის ხლებგარით. ამას რუსი ვერ ხედავს, იბრძვის მეომარი. იმ მონღოლური სისხლის მატარებელი მეორე როცა ეს ხო ეტაჟე ვინაგრად ეუბნება, ეს ხო ვენახია და ვას ეფერება. აი ომისადმი დამოკიდებულება, ხა კიდე ერთი მომენტი ავიღოთ ტყვეთა სიმრავლე. აი საოცარია ტყვეთა სიმრავლე ამ ომში. ქართველობამ ათასობით ტყვე აიყვანა რუსების და სასაუბს გეტყვით კაცო, სახში მოყავდათ. იქ ხო ბრძოლის ველზე ხოცავდნენ, იმაშურებოდნენ. აქ თვითონ არ ქონდათ საჭმელი და ამათ აჭმევდნენ. აი ეს მომენტი ესევე რუსმა ისტორიკოსებმა, რუსმა ავტორებმა გადასარევად აი თუ რუსი და ქართველი გლეხი ერთად არ არიანო, აგერო კაცო, ინახავენო, აჭმევენო, ასმევენო და ათავისუფლებენო. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესე იგი, ომისადმი არასერიოზული დამოკიდებულება. მე რომ საჭმელი გამოელიათ ამ ქართულ გლეხებს და ვეღარ აჭამეს და ვეღარ ასვეს, ესეთი რა მოიფიქრეთ, მობეზდათ რა რჩენ და თავები გადაპარცეს რუს ტყვეებს და უკან დააბრუნეს. მეტი სირცხვილი რა უნდა თუ თავგადაპარსულებიო და მერე თან იცნობდნენ ის თავგადაპარსულს რომ დაინახავდნენ, ეს ის არის ჩვენთან ტყვეთ რო იყო და ვაჭმევთ და ვასმევთ. ამდენი ტყვის გაშვება, სადღაც 1000-მდე ტყვის გაშვ, ის წავიდა, ეს კაცი აიღო იარაღი და მოbrunდა თავის გადამრჩეს. ის ომისთვის არის დაბადებული, ეს მიწისთვის არის დაბადებული. და ბოდიში აი მე ამ თემას რომ არ გავწდეთ, მე როცა ამას ვლაპარაკობ ომების თემაზე, მე კიდევ ვიზახი და თქვენთან საუბარს აღნიშნე რომ ეს არ არის ჩემი რაღაც თვითმიზანი. თუ ოპონენტები ამას დაამტკიცებენ, მე რა თქმა უნდა კომპეტენტურ ხალხს კომპეტენტური აზრით დავეთანხმებ, მაგრამ თუ ვერ დავამტკიცებთ, იქნებ მოვითხოვოთ ჩვენ რომ დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. კი ბატონო. ან მე გავჩუნდე და მესამე წიგნი გამოცე ისევ აჭახების სახელი. ან არა და ეს ბავშვებს ვასწავლოთ რომ ეს ომები. კი ბატონო. ბატონო აკაკი, ეხა ბოლოსკენ რო გავიდეთ, შემდეგ უკვე როცა რუსებმა ეფექტური კონტროლი დაამყარეს უკვე მთელს კახეთზე, ალექსანდრე ბატონიშვილი მიდის ხევსურეთში, შატილში მაგრდება და იქ არის მოკლედ დიდი ჰეროიკული სისხლისღვრელი ეპოპეა არის. აი ამაზე რომ მოყვეთ.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ალექსანდრე ბატონიშვილი რომ არ ასულიყო ხევსურეთში, ხევსურეთს ის ბედია არ დაატყდებოდა, ახლა მთაში ახლა მოგეხსენებათ, მთა ინახავს წინააღმდეგობრივ ძალებს, ხო? და ახლა მეორე ხევსურეთი იყო ამას უწოდებდნენ წინააღმდეგობის ბუდეს, რომელიც უნდა მოძრაობა ერთი მოდის შევთანხმდეთ ესე. როდის გაჩერდეს მოძრაობა? ეს მოძრაობა ჩერდება უკვე გადადის მეორე წელს 1813 წელს გადადის ზაფხულში, როცა რუსეთმა როგორც გემბრძანეთ ყველა ფრონტზე მიაღწია წარმატებებს, დაამთავრა თავის უნდა საქართველოს მარტო დარჩა. ხო, ფაქტობრივად, ანუ 12 წელს ოსმალეთი დაამარცხა, იმავე ნაპოლეონი 13 წლის დასაწყისში უკვე დამარცხებული არის, როგორც ნაპოლეონი ამბობდა გენერალმა იანვარმა და გენერალმა თებერვალმა დამამარცხესო და 13 წელს უკვე სპარსეთიც მარცხდება რუსეთთან და ნუ განწირულია. ყველა შემთხვევაში გამარჯვებულია და ქართველთა ომი დამთავრებულია. ალექსანდრე ბატონიშვილი რა თქმა უნდა არ ნებდება ადესის ხევსურეთში და აი ნაპოლეონის წინააღმდეგ ვინც იბრძოდა ეს 4 გენერალი სიმონოვიჩი და უშუალოდ ურბელიანი სხვა 4 გენერალი უზარმაზარი ჯარით შეესწრო ადის ხევსურეთში. საოცარია ეს აღწერა თვითონ იდუმალების ხევსურეთში რომ როგორ აღწერენ რუსი ისტორიოსები გნებავთ წაგიკითხავთ. კი, შემოვნებთ. ადის ნიჟოგოროდის 44 დრაგუნთა პოლკი და ადის ასევე ერევნის პოლკი. სხვადასხვა ეს ხევსურეთის ომები გადმოცემული აქვს აი ეს ტროცკისტი ხევსურები რომ იყვნენ დაპატიმრებულები 26 მათი მოგონება ლიქოკელებს აქვთ ამაც ძალიან კარგი სცენი. რუსი ისტორიკოსები წერენ რომ ხევსურეთში რუსებმა აიყვანეს 1500 კაცი. რეალურად მათ აიყვანეს სადღაც 3000-ზე მეტი ადამიანი. 4 უზარმაზარი პოლკი ავიდა და მათ артиლერიაც აიტანეს. სუბუქი артиლერია აიტანეს და ესენიო ხევსურებიო კაცო ის იყვნენო ძალიან დაბողებული ხალხო ღიმილი არ იცოდნენ რა იყო საერთოდ ეს რუსი ისტორიკოსები ხა რატო უნდა გახარებოდათ და რატო უნდა გაეხარებინათ ეს დამპყრობელი ამ იმაში და არა მარტო ხევსურები იყვნენ იქ იბრძოდნენ ქისტებიც, ლეკებიც, ჩეჩნებიც მათ ერთად ისინი გადმოვიდნენ დაახლოებით 700 მთიელი იყო მთლიანობაში, ხო? როგორ ჩანს და აგერ შიშის კანკალით ადიოდნენ და მერე წერდა ტიშევი რომ ხევსურეთის ექსპედიციაო გაცილებით უფრო რთული იყო ვიდრე ალპების გადალახვა. ტიშევი რომელიც ისე თითქოს არ არის არაბუქებს იმედა და 25 მაისს პირველად ნიჟოგოროდელთა პოლკმა დაინახა ხევსურები. ერთი უდრობით თორი დაფარულ მწვერვალზე იდგნენ ხევსურები, მზის კაშკაშა სხივები ირეკლებოდა მათ ფარებზე, ჯაჭვებსა და თავსაბურავებზე. სურათი გაგაოცებდა თავის ველური მხედრულობით, ამ გორაკის წინ ჯარი გაუბედავად შეჩერდა. ხევსურებს არ უფიქრიათ დანებებაზე და რეალურად ხმლით და აი მით იბრძოდნენ ამათი წინააღმდეგ. ნუ რა თქმა უნდა და სხვადასხვა პირველ ბრძოლაში 4-ვე პოლკმა რომელიც ესე ადიოდა ძალიან დიდი ისაკრა, მაგრამ დანაკარგი, მაგრამ ნუ ახლა ძალიან აღმარცხნავდა ეს ხევსურები ფაქტურად ყველა გაწყდა და არა მარტო გაწყდა, ესე იგი თუ დღეს ხევსურეთი გაუკაცვლებულია და რაღაცა ეს რეალურად 1812 წლის გამოძახილია. 1812 წელს
მათ ფაქტიურად ისაქნეს აწიოკეს ყველა. ბოდიში ხა მარტო შატილს მე რუსებს კიდე დახვარე ჯარები მოსწოდა და მარტო შატილს უტევდა 2500 რუსი ჯარისკაცი და რამდენიმე ზარბაზანი. აი შატილთან გაწყდა მარტო 600 ხევსური. 3 კვირა გაგრძელდა ეს ხევსურეთის ექსპედიცია. და გადაწვეს ეს მოთხოვნა იყო როგორც მე მახსოვს თქვენი წიგნიდან მოთხოვნა იყო რომ გაეცათ ალექსანდრე ბატონიშვილი და ხევსურებმა არ გასცეს. ალექსანდრე ბატონიშვილი აქედან გადადის მერე კიდე ქისტეთში გადადის. ქისტეთში მიიღეს აი როგორც თავიანთი პატრონი და ბატონი ალექსანდრე. ქისტეთში უკვე ვეღარ გადაყვნენ მას იქ უკვე ცდილობენ თავიანთი აპრობირებული მეთოდით რომ მოღალატების გზით გადმოიყვანონ, მაგრამ იგივე მოღალატეებს იჭერს ალექსანდრე. ეს ფაქტურად მოუხელთებელი არის რუსთათვის. ამის შემდგომ ქისტეთიდან მერე კიდე შემოდის ის საქართველოში. საქართველოში რამოდენიმეჯერ შემოვიდა, მათ შორის 1816 წელს ის შემოდის ისე ვახბეტაში ალექსანდრე ბატონიშვილი და ის საბოლოოდ მერე მიდის უკვე 1819 წელს გადადის ბრუნდება ის ირანში. სპარსეთში. და მერე უკვე 1832 წელსაც ფიგურირებს მისი სახელი როგორც მახსოვს. 32 წლის შეთქმულებაში ის მეფეთ უნდა მოიწვიოს. მეფეთ ხო, ანუ ის ვინც თქვა სამეფოს აღდგენას უჭერდა მხარს, მეფეთ სწორედ ალექსანდრე ბატონიშვილს მოიაზრებდა. აი ვინც გაანაწილეს მინისტრები და თანამდებობები, ალექსანდრე ბატონიშვილი უნდა ყოფილიყო. ეს არის შეუდარებელი, აი მებრძოლი, აი ალბათ სიმბოლო დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. სხვათა შორის ერთი რამე დასანანი არის, რომ ყწანისის ომის ბრძოლის დროს, როცა აღა მაჰმად-ხანი შემოვიდა, როგორც მახსოვს, ალექსანდრე ბატონიშვილი ციებით თუ არ ვცდები, მძიმე თავად იყო და ვერ მიიღო იქ მონაწილეობა. აი ერეკლეს ყავდა ესეთი მებრძოლი ხმლიანი შვილებიდან, შეიძლება ითქვას ყველაზე გამორჩეულები იყვნენ ლევანი, რომელიც ყველაზე ადრე გარდაიცვალა. და ალექსანდრე დავით ბატონიშვილი, იულონ ბატონიშვილი, ესენი იბრძოდნენ. ესენიც, მაგრამ ანუ ეს მართლა მთელი ცხოვრება ბრძოლაში არის ალექსანდრე, ხა მან შეუდარებელია უფრო. ალექსანდრე შეუდარებელია, ხო, ალექსანდრეს ძალიან ისეთი ის ეკუთვნის, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეს ომი დამთავრდა, აი ცუდად დამთავრდა. ეს ზარალი ხო საშინელი იყო ხევსურეთში მაშინ სოფელი და ადამიანი არ დარჩა ფაქტობრივად. ანუ ისარგებლეს აი მოტივით და საერთოდ არა მარტო ხევსურეთში, ხა ეს სოფლების გადაწვა საშინელი. ახმეტა მაგალითად 1814 წლის აღწერაში ნასოფლარად მოიხსენება. მთიანეთი აღარ არსებობდა, შილდა აღარ არსებობდა. მოსახლეობა გაუბედურებული, განადგურებული, გადასახლებული. გენოფონდისაგან დაგვცალეს აი ამ დროს უამრავი ჯიშიანი ქართველი. რომ ნახოთ ის გადასახლებულები, ვინც ციმბირში ჯერ ამდენი დაიხოცა ომის ველზე, გადასახლებულები და ამ გადასახლებულებში წარმოიდგინეთ სამღვდელოების საკითხი. ახლა სამღვდელოებაც მოკლედ ვიტყვი რა, ვიცი რომ გადავტვირთება. სამღვდელოებაც სამი სამღვდელოება, მაღალი სამღვდელოება, მაგალითად ეპისკოპოსები და ესენი ახლა იოანე ბოდბელი, ელიფთარ ზუკაკაშვილი, საშინელება. ნუ სამღვდელოება ორ მომენტად იყოფა. მაღალი სამღვდელოება არ უჭერს ამ ომს მხარს. საშუალო სამღვდელოება არის ნეიტრალურ პოზიციაზე დაილოდება და ქვედა სამღვდელოებამ სასაული მოახდინა ამ ომში. 75 მღვდელია აღრიცხული, რომელიც იბრძოდა მეომართა მხარეს. ყველა ციმბირში გადასახლებული ადამიანი მერე რტიშევის ბრძანებით, იმპერატორის ბრძანებით შეიწყალეს. ისინი ნახევარზე მეტი დაიხოცა ციმბირში. ვეღარ დავინე, მაგრამ არც ერთ მღვდელს არ შეხვდა ამინისტია. ანუ ის პრინციპი, ერთმორწმუნეობის პრინციპი, რაც მოქმედებდა, ქართულმა სამღვდელოებამ ამ ომში მონაწილეობით ფაქტობრივად აკურთხა ეს ბრძოლა
და გამოაცხადა რუსეთი რელიგიის მტრათაც. ამიტომ ყველა საპატიეს არც ერთი მღვდელი არ დაბრუნებულა სამშობლოში თავადებისაგან განსხვავებით. წარმოჩენას თხოვლობს ამათი სახელები, აი ჩვენ ისე ჩავატარეთ 200 წლის თავი, რომ საერთოდ ამაზე ხმა არ მოგვიღია. აი იგივე ვახტანგ ორბელიანის დები ეკატერინე და გულქანი. ის გულქანი არის ნათელაშვილის მეუღლე. ეს ის გორჯასპი ნათელაშვილი, რომელიც ერეკლეს ამ ბრძოლაში ერეკლეს უახლესი თანამებრძოლები იბრძვიან. ეს ის გორჯასპი ნათელაშვილია, რომელიც კრწანიში მეფეს ახდა და პირველი მან მოიტანა სოღალუღიდან ამბავი, რომ ტერი მოდიოდა უკვე შემოდიოდა უკვე თბილისში. ის ალექსანდრე ბატონიშვილის გაყვა. ეს რა ჭირდა ეხლა ქალბატონს, რომელიც სიბირში გადაასახლეს ეკასთან ერთად. და სხვათა შორის, როცა გულქანი იქ დაიღუპა, ანათის შვილის თადია ჩოლოყაშვილიც, ეკატერინეს ვაჟი, ისიც ალექსანდრე ბატონიშვილთან წავიდა. მაკა ნათელაშვილი იბრძოდა ამ იმაში როგორც ქალბატონი და ეს ქალები ეს კურსკის გუბერნიაში გადაასახლეს მონასტერში ეკატერინე და გულქანი და გულქანი იქ დაიღუპა და ეკატერინეს საქართველოში წამოსასვლელი კაბა არ ქონდა რომ წამოსულიყო და რუსმა ოფიცრებმა შესთავაზეს რომ კაბას და უარი თქვა ეს კაბა არ ჩაიცვა მათი ნაყიდი შემოგროვილი იქ ქართველ პატიმართა შორის მოგროვილი ფულით იყიდა კაბა და იმით ჩამოვიდა. ესენი თავიანთ ადგილს თხოვულობენ ეს იგივე დიმიტრი ჩოლოყაშვილი, იგივე ის უამრავი გმირი, ეს ქობლაჟი რომლებიც დაიხოცდნენ ამოვშით და რომლებიც სიბირში გადასახლდნენ. ეს საშინელება დაგმართეს ჩვენ ამის შემდეგ ჩვენ გაგვწყვიტ ეს ამ გენოფონდისაგან, აი რომელიც ამის მსგავსი ომი რუსეთის წინააღმდეგ ამ შემდეგ აღარ მოხდარა. იმიტომ რომ გაწყდა რა ფაქტიურად კახეთი. ეხლა ჩვენ მხოლოდ კახეთს ვლაპარაკობთ. აღარ ვლაპარაკობთ რა ხდებოდა კავკასიის ფრონტზე, რა ხდებოდა ანანულში, რა ხდებოდა გორის მაზრა არ ჩაება თუ არა. ეს არ არის მხოლოდ კახეთის ბრძოლა. ქართლი ამ დროს ჩოლობურად თბილისთან იბრძვიან, ავჭალაში რადონის ბრძოლებია. სამწუხაროდ ის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას რა რეები ხდება თბილისთან, რეები ხდება კავკასიის ხაზზე, რეები ხდება ანანურთან. წიგნი არსებობს, შეიძლება ამ წიგნის კიდევ უფრო გაფართოება თუ რაღაცა წყაროები და რაღაცა კარგი, დიდი მადლობა ბატონო აკაკი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მსმენელსა და მაყურებელს. ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ ეს სქელტანიან ნაშრომათა ბატონო აკაკის გამოცემული აგერ არის 331 გვერდი აკაკი გელაშვილის რუსეთ-საქართველოს ომი 1812-1813 წლებში. ეს დაბეჭდა გამომცემლობა არტანუჯმა და იყიდება წიგნების მაღაზიებში, გამოიცა 2023 წელს და უფრო ცლად, ვისაც გაინტერესებს. ზუსტად 30 წელია დარჩენილი. 30 წელია დარჩენილი? ესე იგი ამოიყიდა. აბა, მაშინ ბოლო შანსები არის. დიდი მადლობა თქვენ, რომ გვიყურეთ და გვისმინეთ. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინეთ, დაგვალაიქოთ, გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. აქვე დიდი მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორს, წყალი მთის, რომელიც გვეხმარება ისტორიის შესახებ ცოდნის გავრცელებაში. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა.